გამარჯობა. მოგესალმებით. მე ძალიან კაი ხასიათზე ვარ. მე ძალიან კარგი ხასიათზე ვარ, არაჩვეულებრივ სტუმართან ვარ. მეც არაჩვეულებრივ ხალხთან და დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ასეთი ეხა როგორ გამოდის, იცი ორმაგი სტუმრობა, ბატონი გურამი ჩვენი სტუმარი და ჩვენ ბატონი გურამი სტუმრები. და ორმაგი მასპინძლობაც. ამას ქვია მისვლა მოსვლა. კი ბატონო. წინათ იყო ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ერთხელ სტუმრად ეწვიან კაცი, მე მეორიჯერ და ნოდარმა თქვა რომ სულ მისვლა გვაქვს და მობრძანდი ჩვენთან მისვლა მოსვლა გქონდეს. თან იუბილარია რა. აი ეგ უნდა მეთქვა რომ პირველად არის რომ სტუმარი არის იუბილარი და შეგვიძლია მივლოცოთ ასე. დიდი მადლობა. დღეს 24 სექტემბერს არის იუბილარი. არ ვიცი, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც გაგიკეთებიათ თქვენი განული გზისთვის, თქვენი ნაწერებისთვის, თქვენი მოღვაწეობისთვის და ძალიან ბევრ წელს გისურვებთ გულით, სულით და დიდი პატივისცემი. დიდი მადლობა. მეც უერთდები მიშოს მილოცვას, ნაყოფიერ წლებს გისურვებთ და რაც თავარია ჯანმრთელობას გისურვებთ, თქვენი საყვარელი ხალხის საკეთილდღეოდ. დიდი მადლობა ჩემო ლადო და ჩემო მიშო. რთულიც არის ლადო პლუს ამას დღევანდელ ეს ჩვენი გადაცემა, იმიტომ რომ გვინდოდა მიგვეძღვნა 27 სექტემბრისთვის ნებისმიერი ქართველისთვის ძალიან მძიმე დღისთვის ეს ჩვენი გადაცემა და იმიტომაც ვეწვიეთ ბატონ გურამს. ხო, აი რომ ვფიქრობდით 27 სექტემბერთან დაკავშირებით ეპიზოდზე, ვინ ყოლოდა სტუმარი, ორივეს პირველი ამოგვიტივტივდა გურამ ოდიშარია, იმიტომ რომ თქვენი ნაწერები სოხუმზე, არა მარტო ნოველები, უბრალოდ ჩანაწერებიც, ინტერვიუებით თქვენი კონფლიქტოლოგიური დარგში მოღვაწეობა ამ საკითხზე, გადავწყვიტეთ, რომ საუკეთესო სტუმარი იქნებოდა ამ დარგში, ამ კონკრეტულ ეპიზოდში. გუშინ კიდევ ერთხელ გადავიკითხე დევნილთა უღელტეხილი და მთელი ღამე არ მეძინა. ძალიან მძიმე და ძალიან რთული იყო კითხვის წასაკითხად და მით უმეტეს ის ემოციები და ის რა ვიცი საჩინელი დღეები რაც თქვენ გაიარეთ და სხვა დანარჩენვა მოკლედ ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ რა თავი თემა მაინც ბუნებრივი მამაშვილობა გვექნება კი ბატონო და ჩვენი მეგობრები ხო ჩვენი მეგობრები ყავს ასეთი მეგობარი ბატონო გურამ სუთი ფაუერი ჩურჩხელა ძაფის გარეშე ძალიან საინტერესო პროდუქტია და მე გადმოგცემთ აუცილებლად და ასევე მედია რადიო ჰოლდინგი ფორტუნა რომელიც ჩვენი მედია პარტნიორია და ძალიან დიდი მადლობა მათ ამისათვის ხო და ფორტუნაზე მინდა უცებ ვიტყვი რაღაცას მე აქვთ ხოლმე სხვადასხვა რაღაც გამოცემას ინტერნეტ გამოცემას თუ რა ვიცი რაც ქვია ტელევიზიებში ჩვენი ჩანაწერები გადაცემები და რაღაც ამონარიდები არასოდეს პრაქტიკულად არ უთითებენ ვინ არის ავტორი ფორტუნა არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ვინც საფუძვლიანად ყველაფერს აკეთებდა, რომ ცუდად არ მოქცეულიყო თუ როგორც ქვია რა და დიდი მადლობა ამისთვის ძალიან პატივისცემი ხალხია ხო და ჩვენი მეგობრები გახდე რაც ყველაზე მაგარია. როგორც წესი, ყველა გადაცემას ვიწყებთ სტანდარტული კითხვით, მაგრამ დღეს ცოტა განსხვავებული კითხვით დავიწყებ და ასეთ რამეს ვიკითხავ. როგორია აფხაზეთი? აფხაზეთზე საუბარო დავიწყოთ ძალიან ესე იგი დიდი დრო დაგვჭირდებოდა. ჩემთვის პირადად იქ დავიბადე მე, ხო და აფხაზეთთან აი სოხუმში გადი ჩემთვის დედამიწის ღერძი და კარგად რომ მივაყურებდი ხოლმე იჭრიალიც ისმოდა ხა ეს დასაზეთია. მეთქი ხუმრობდი და ეს ულამაზესი კუთხეა მართლა და ყველა კუთხე ლამაზია რა მშობლიურია და სადაც არ უნდა დავიბადეთ ჩვენ, მაგრამ ეგ მართლა საოცარი კუთხეა. მე პატარა ბიჭი ვიყავი, ხატვარო დავიწყე მეორე კლასში ლექსებს წერდი. ხო და ფიქრობდნენ უფრო მხატვარი გამოვიდოდი და ვაკვირდებოდი ფერებს ყველაფერს ვაკვირდებოდი და იმ დროს ვნახე რომ სხვა ქალაქებში აქ სამეგრელოში იმერეთში რო გადმოვდი მამაჩემი სამხედრო კაცი იყო და კარგად ვიცოდი საქართველოს იმიტომ რომ ერთი წლის ვიყავი სულ რომ ბაღდადში გადაიყვანეს და 6 წელი მანდ ვიყავით მაგრამ სულ იყო ბაღდადის სოხუმი ძველი პაბედებით ზიმებით სატვირთოებით ამით დავდიოდით ხოლმე ხო და აი სამხედრო კაცმა მამაჩემმა ძალიან ბევრი მიჩვენა თავის პროფესიით წყალობით და თვითონაც ისეთი მოგზაური კაცი იყო და დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებით კარგად ვიცოდი და თბილისში ძალიან ხშირად ბავშვობის ნაწილი აქ გავატარე ამიტომ ამ შედარების დროს ვხედავდი რომ ფერები ქონდა აფხაზეთს ბევრად უფრო ესე იგი კაშკაშა მაგალითად წითელი უფრო წითელი იყო მწვანე უფრო მწვანე რატო იმიტომ რომ უზარმაზარი ზღვა გაწოლილი მზე ამოდის მთები და
ირეკლება შუქი და იმდენად ძლიერია ზღვაზე არ ეკლელი შუქი, რომ მწვანე უფრო მწვანეა და წითელი და ნებისმიერი ფერი და მე როდესაც უკვე დასასვენებლად ჩამოდიოდა ხალხი, ისინი დიდხანს ემზადებოდნენ ამისთვის ფულს აგროვებდნენ, ფერად კაბებს იკერავდნენ, ფერად ტანსაცმელს და აი ეს ფერადი ქალაქი იყო კიდევ. და მე იყო ძალიან ბევრი ეროვნება ცხოვრობდა მან აფხაზეთში, ანუ სოხუმი იყო ქალაქი არის, რომლის წინაპარი არის დიოსკურია და დიოსკურიაზე სტრაბონი წერს, რომ ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში 70 ენაზე ლაპარაკობდნო ამ ქალაქში, ანუ ბევრი ვაჭარი, ბევრი ესე იგი მასმინძელი სტუმარი ხდებოდა 70 ენაზე იყო და თუ თლათამდენი არ იყო, ნუ ბევრ ენაზე იყო. მე თანამედროვე ჩემი ბავშვების სოხუმი და ჩემი სოხუმი უფრო ამას იმეორებდა ამ ისტორიას და ადამიანთა ურთიერთობები იყო ძალიან საინტერესო. ჩვენ უფრო ხშირად რა თქმა უნდა რუსულად ველაპარაკებოდით ერთმანეთს, აფხაზები, ქართველები, უკრაინელები, რუსები, სომხები, ბერძნები იყვნენ ბლომად. ბევრი იყვნენ ისინი და ეს ყველაფერი იყო მე სოხუმური სლენგი, ჟარგონით გაჯერებული და ეს არ იყო სუფთა რუსული ენა. ეს იყო სოხუმის ენა, რომელსაც ხანდახან რუსიც კაცი ვერ გაიგებდა ამას, ხო თქვა და როცა ვეტყოდით ერთმანეთს, კუდა კანდიოხაიშ, სადმიდი ხარ, კანდიოხაიშ ცოტა სხვანაირად. მე აუ კაკოი სიფონი ეს იყო, ქარი რო უბერავს და წვიმს. ხო და შეიძლება აივანზე მდგარიყავი, ხო და იქ იყო ასეთი ჰორიზონტალური წვიმები. ზღვიდან ისე დაუბერავდა ქარი, რომ აივანი რომელიც გადახურულია, დაგასველებდა მან და ასე რომ ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და თავისთავად ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. აუ ეს კითხვათაც მქონდა. რა ფერია აფხაზეთი? აი არ ვიცი რამდენად მე მომწონს პრინციპში ეს კითხვა, რატომაც აი რა ფერია აფხაზეთი ბატონო? ჩემთვის უფრო ზღვისფერი დომინირებს. ესე იგი მრავალ ფერადია საერთოდ. ბევრი ფერია, მაგრამ ზღვისფერი დომინირებს და განსაკუთრებით თოვლი როდესაც მოდიოდა, დიდხანს არ ჩერდებოდა თოვლი, 2-3 დღეში მერე დნებოდა ეგა. ხო და თოვლი რომ მე მინახავს დათოვლილი სოხუმი მახსოვს, თეთრი ფერი, ლურჯი ფერი ზღვა და ვარდისფერი დაისი და ეს იყო რაღაც აკვარელის ფერები ისე, აპოლინერს აქვს ლექსი ქალს უძღვნა მოდის ლამაზი ქალი და ის ქალიო საფრანგეთის დროშის ფერებს იმეორებდა, წითელი ტუჩები ჰქონდა, ლურჯი თვალები და თვითონ იყო თეთრიო. ხო და სოხუმსაც თავისი ასეთი თუ შეიძლება თქო ქალური ფერები ჰქონდა და ყველა ნებისმიერი ზღვისპირა ქალაქი ცოტა ქალს გავს. ვიდრე რაღაც თავის სინაზით, ფერადოვნებით და მე ომის შემდეგ მე რო ჩავედი ახლობით 10 წლის შემდეგ სოხუმში, იქ უკვე სოხუმი იყო ომში დაჭრილი მამაკაცის ტიპის ქალაქი იყო. მძიმე ქალაქი, ეს შეღებილი შენობები უკვე იყო გაცრეცილი და ფერი არ ქონდა, ისიც მინდოდა მეთქვა და ახლა ვიტყვი, რომ მე სოხუმის წვიმებში ვიზრდებოდი და თბილი წვიმები იყო ძალიან და ეხლა სხვაგან რომ მოხდებოდი აი მოსკოვი იყო თუ კიევი თუ ნებისმიერი სხვა ქალაქი, იქ გახვიდოდი წვიმაში და უზნობდი რომ მე ვსველდები უბრალოდ. იქ ვიზრდებოდი, იქ ვსველდები და ასე რომ ფერი დომინირებდა მაინც ლურჯი ფერი. ოღ ქალი და ზღვა რო ახსენდა, ვისია ოღონდ არ მახსოვს რა პატარა ლექსი გამახსენდა. მზემ დაიშალა თმები დაწნული სხივებით სველით მა შეიმშრალა, ზღვაში შევიდა თეთრი ქალწული, ზღვა შეიშალა. კარგია. ძალიან მაგარია. ბატონო გულამ, ჩანაწერებში გიწერიათ ასეთი რაღაცა, რომ პატარა ბავშვი ერთ-ერთ პირველ სიტყვას, რასაც ამობს არის სახლი, რასაც ხატავს არის სახლი, უცხოენას რო სწავლობს პირველ სასწავლიან სახლს. თქვენ სახლს როგორ გაიხსენებდით, რომელიც აი ბუნებრივი ასოცირდება მამასთან, მშობლებთან? კი, რა თქმა უნდა. ესე იგი სახლი ჩვენ მქონდა სოხუმში, სადაც ბებია ჩემი და მამიდები იყვნენ, მაშინ ცხოვრობდნენ, როდესაც მამაჩემი ხან ბაღდადში, ხან წალინჯიხაში
ესე ჩვენი ოჯახი მოგზაურობა და სახში რო ბრუნდებოდით, ეს რა თქმა უნდა სხვა სითბო, სხვა სინათლე იყო. და სულ პატარა ბიჭი ვიყავი, როდესაც გამოჩნდებოდა ოჩამჩირესთან, თქვა და ბაღდადიდან ან წალინჯიხიდან და სხვა და მე ვიცოდი რომ სახლი ახლოს არის. ანუ ჩემი სახლის მიმანიშნებელი ესეთი ნიშანი იყო ზღვა, რომ უახლოვდებით მშობლიურ სახლს, სადაც იყო სითბო და ეხლაც კიდევ ვიგონებ დიდი სიყვარულით იმ პერიოდს, როდესაც თქვა და იყო ჩვენთან ცივი ამინდების თავისთავად, ისეთი ცრიატი ამინდი და ესეთი წვიმები და აი როდესაც ეს ჩემი ბავშვობის დროს მახსოვს კერასინგას რო უძახილ. ხო და იმაზე თუხთუხებს თქვა რომელიღაც საჭმელს ამზადებენ და რომელიღაც კერძი არა ხარჩოვალობიო. ხო და შიგნიდან შეორთქლილი მინები სახლის. ხო და იმ მოთახს რაც მე ვწვებოდი და აი ამ ზღვას უყურებდი, ფანჯარა ჩნდებოდა ზღვა და იმ ორთქლს იქით ზღვას ხედავდი ხოლმე, ხან ცოტა გავწმენდი ამ ფანჯარას და ზღვას უყურებდი და იყვნენ ქალები ძირითადად, ბებია ჩემი, დედა ჩემი, მამიდები და ისა ათასნაირ ამბებს ყვებოდნენ. აი გახსოვს იქ რომ იმ კაცმა რაღაც გახსოვს ეს ამბავი რომ მოხდა, რაღაცა და მე უსმენდი ამას, აი როგორც რაღაც ჩემთვის ეხლა რომ ვიხსენებ ლიტერატურული თეატრი იყო. იმიტომ რომ ლიტერატურა ამბებია და წერალი არის კოლექციონერი ამ ამბების და აი ესეთ კოლექციას აჩვევდი ყურს და გარკვეულწილად ძალიან ესე იგი დადებითად კარგად იმოქმედა ჩემზე იმ პერიოდმა. სახლის პერიოდმა. ბატონ გურამ, სოხუმში ცხოვრობდით, მაგრამ სოფელი ქვათ მაჭარა. ხო, მაჭარაში მე მამა გვიან გადავიდა, მე უკვე აი ეს 30 წელს გადავწდი. ხო და მამამ თქვა რომ გორაგზე ვიყავით. ხო და მამამ თქვა რომ მე ახლა მამა ჩემი როგორ გითხრათ, მამა ჩემს ესე იგი სიტყვა ანუ კომუნისტი ხო, კომუნისტი რაღაც ყოველას თავისი დამოკიდებულება. იმ პერიოდში როცა კაცზე იტყოდნენ კომუნისტი კაციო, ეს ნიშნავდა რომ ის კანონს არ არღვევდა. ანუ წესიერი ცხოვრებით ცხოვრობდა. ხო და მითხრა რომ აი პენსიაზე გავედიო და ჩემი პენსია რაც გვეყოფაო. ხო და მე უნდა გავყიდო ეგ სახლი თან წყალი ჭირდა მან წყალი და არ ქონდა ფაქტობრივად რა ონგანში არ მოდიოდა გორაზე ვიყავი და მე მაჭარა მიყვარსო ძალიან და მანდარიო დიდი ბაღი პატარა სახლი დგას და დიდი ბაღი და მოდი გადავიდეთ მაჭარაში. ხო და მაჭარა ეს არის დაახლოებით როგორც თბილისი და თქვა მცხეთა, ანუ მცხეთა ქალაქია უძველესი, მაგრამ სიშორით დაშორებით პირდაპირ ხო და გადავედით ჩვენ მერე გაყიდა მამა ჩემმა ეგ სახლი ხო და გადავედით იქ და იქ დაიწყო 60 წლის რომ იყო ახალი სახლის მშენებლობა და 5 წელი აშენებდა და 75 წელს როცა აშენა ხო ნუ გარდაიცვალა რთული წასაკითხი იყო მოკლედ ძალიან რთული იყო დაასრულა სახლის მშენებლობა და მეორე დღეს დაემართა გული შეტევა თუ სწორად მახსოვს ხო? კი, დიახ, მეორე დღეს სახლი თავის მეგობართან ერთად ვალოდი აბულაძე იყო პოლკოვნიკი, მამა ჩემის ოფიცერი იყო, ხო და პოლკოვნიკთან ერთად ამის საფუძველი თვითონ გათხარეს 70 წლის კაცებმა, მაგრები იყვნენ ესენი ფიზიკურად, ხო და აი ესე აშენებდა ნელ-ნელა რაღაც იქ მანდარინი იანი ეზო რომ იყო ეს მოდიოდა ხალხი და ეს აბარებდა მანდარინს და ასე რომ აი იმ ფულით ნელ-ნელა 5 წელიწადში მოახერხა ამის აშენება და ნუ ამას დასტრიალებდა თავს მე იატაკი ყველაფერი გაკეთებული ქონდა ლაკი წაუსვა იატაკს და თქვა რომ აი შენი ოთახი იქ არის შენი ძმის ის იქნება აი ესე და ჩვენ ახლა მე აქ ვიცხოვრებთ უკვე სხვა ცხოვრებით ხო და აი გაშრება ერთ-ორ დღეში ეს და ყავდა კიდე ერთი აქ იქ სოხუმში მოძებნეს ერთმანეთი ასე ვთქვათ ფრონტის მეგობარი რომ ისა იბრძოდა გვარი მისი იყო კალაშნიკოვის ეს სოფლის ცნობილი გვარი ავტომატის წყალობით ეს არისო ავტომატის ავტორი ის იყო ისეთი უბრალო კაცი რაღაცა ოკეიფე რაღაცა და მამა ჩემს ეუბნებოდნენ რომ ისაო მოვფრთხილდი მაინცო ცოტა შესქელება გაქვს სისხლისო ესე გლეხურად რო ვთქვათ, ხო და შავი ღვინო იქ დასავლეთში ღვინოს უფრო მეგრელები იმერეთშიც და გურიაშიც არის შავს უძახიან, წითელ ღვინო. ამასო მოერიდეო, უფრო თეთრი ღვინო, თალიო და როდესაც ეს ლაკი წაუსვა, იმ საღამოს იქეიფეს იმ კალაშნიკოვთან ერთად. და
ხო და რო იქეიფეს ეს წითელი ღვინო სვეს მაშინ ხო და ეთყობა იმანაც შეუწყო ხელი მე სიხარულმა რო აი დამთავრა სახლი წაუსვა ლაკი დამთავრდა და რაღაცა სხეული მე მგონი მოეშვა კიდევ მისი სხეული რომ რაღაც ფუნქცია შესრულებულია სახლი დგას 75 წლის კაცმა დამთავრა სახლი და მეორე დღეს უკვე გულიშეტევით გარდაიცვალა. ბევრი თემა გვექნება ისეთი რომ შეგვაზანზარეს ხო? ბატონო გურამ, ასეთი უცნაური კითხვა უნდა დავსვა. თაობა წამოვიდა უკვე, რომელიც აფხაზეთიდან დევნილები არიან, მაგრამ აფხაზეთში ნამყოფები არ არიან. გაგონილი აქვთ ხოლოდ. ძალიან რთულია ასეთ ბავშვებს რომ აუხსნა ის რაცაც თქვენ გრძნობთ აფხაზეთზე. მამებმა როგორ უნდა შევუნარჩუნოთ შვილებს აფხაზეთის სიყვარული? იმ შვილებს, ვისაც აფხაზეთი არ უნახავს, მაგრამ აფხაზეთიდან არის. ხო, ბევრია რა თქმა უნდა დამოკიდებული ოჯახზე, მამაზე, დედაზე, ახლა მე მყავს ბევრი ნაცნობი ისეთი ოჯახი, ნათესავებით, სადაც ბავშვები, რომლებიც აქ დაიბადნენ, არიან 10 წლის თქვა 12-ის ის ბავშვები ამბობენ რომ როგეკითხებოდნენ სადაური ხარ სოხუმელი ვარ ხო მე იქ უნდა დავაბადებულიყავი მაგრამ მე ესე იგი დავიბადე აქ და ეს ბავშვები მამის ფენომენი ძალიან ბევრს ნიშნავს ახლა მე ქალიშვილი მყავს და ქალიშვილს და მამას თავისი ურთიერთობა აქვს ცოტა სხვა არის და როცა ბიჭი იზრდება ოჯახში მამა ყოველთვის ცდილობს რომ რაღაც არის ისეთ სიმძიმე სირთულე მან უნდა ის შეხვდება ამას ამ სირთულეს და ამზადებს ამისთვის მე ვერ ვიტყვი რომ ყველა ამას აკეთებს მაგრამ ჩემი მეგობრები ამას აგათ ჩემი თბილისელი ნაცნობები და თბილისელი მეგობრები ახალგაზრდა მამები არიან დაახლოებით თქვენი ხნის ყავთ 12-14 წლის შვილები და დაყავთ ეს ლაშქრობებზე, დაყავთ ტყეში. მე უკვე იმდენად გავარჯიშეს, რომ ეუბნებიან აი კარვის გაშლა, სწავლეს კოცონი, როგორ დაანთონ, რასაკვები, როგორ გამოიყენონ და ძალიან ბევრი რამ. ხო და ესენი მეუბნებიან, რომ აი თქვენ ახლა დევნილთა უღელტეხილი რომ ახსენეთ, აი ბევრი არის წესი ისეთი რაღაც სახელი ქვია კიდევ იმ მიმართულებას, რომ ადამიანს ამზადებენ და გასაჭირის დროს შეიძლება ისინი ამბობენ, რომ აი უღელტეხილზე ამდენი ადამიანი არ დაღუპულიყო, ის რომ მზად რო ყოფილიყო ამ რთული ამბებისთვის. და ეს ჩემი მეგობრების ოჯახები ესე ყველაფერს აკეთებენ, ღამით ასტოვებენ ბავშვებს. ტყეში, ოღონდ იქ აკონტროლებენ, მოშორებით არიან. სადღაც თვითონ თავიანთი კარავი აქვს, იმათ არეუბნებიან. რაღაც ეს სწავლება თითქოს ერთ-ერთი ელემენტია ეს, რომ მამა ბიჭი მოამზადო, მაგალითად არის მამები სანადიროდ დააყავთ ახლა. მე ნადირობის ტრფიალი არ ვარ და არ მომწონს, როცა დღეს არ შეიძლება ნადირობა, იმიტომ რომ ძალიან ცოტა პლანეტა მარტო ადამიანის არ არის. პლანეტა არის ცხოველის, იმ ჩიტის, იმ მცენარის და ამიტომ მას რო უვლი ყოველთვის ხშირად არის რომ აი ადამიანები ჩემ ყოველწლიურად ვცდილობ რომ აი ცხოველებმა რა გადაიტანეს ამ ომის დროს ცხოველებმა საშინელებები სისასტიკე რაღაც მაგრამ ჩვენ ომზე ვლაპარაკობთ მაგრამ ეს ჩვენი ომია ჩვენი დაწყებულია და ჩვენ ხოცავთ სამწუხაროდ დედამიწა იმ ბარბაროსულ იმას გადის თავის პერიოდს როდესაც თუ იარაღი აქვს ერთ სახელმწიფოს თქვა და 10 ტანკით მეტი ყავს ვიდრე მეორეს, ის თავმად იწყებს ომს რომ მე გავემარჯვე. ანუ სასაუბრო ენა და დიალოგის ენა არის ომი, იარაღი და დრო უნდა ალბათ მცირე დრო არ უნდა, როდესაც გადავიდეს კაცობრიობა სულ სხვა საუბარზე, ანუ სიტყვით რო იყოს ყველაფრის მოგვარება. აი ეს დიალოგისთვის სივრცე უნდა აიგოს, უნდა ვილაპარაკო და ნებისმიერი საკითხი სუფრასთან საუბრისა, ადამიანებს ერთმანეთს რო დავისაუბრებით ამ სისხლის ღვრებისა და საშინელებების გარეშე და წარიმართოთ, მაგრამ აი იგივე იმ პატარა ბიჭები რო ვახსენე, ისინი ყოველთვის მზად უნდა იყვნენ უარეს დღისთვის. ოთარჭილაძე ლექსი გაიხსენეთ თქვენ და ერთი ლექსი აქვს ოთარჭილაძეს რომ მუდამ მზადავარ უარეს დღისთვის, თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ. ხო და უკეთესი დღეებისთვის უნდა მოამზადონ მამამ თავის და ბიჭთან მაინც სხვა ისა აქვს ურთიერთობა, მას და რადგან ლიტერატურა ვახსენეთ და ჩემი ხელობა გავიხსენებ მამაზე ერთ ნოველას. ეს არ ამგონია ალბერტო მორავიასი იყოს იტალო ზვევო, ალბათ პატარა ნოველა მამა ქვია. ბავშვობაშიო მამაო ძალიან კაცრი იყო.
და ძალიან კაცრანს დიდაო, დამტუქსავდაო, დამიყვირებდაო და დედა მიცავდაო სულ მეო. ხო და ამიტომ დედა მიყვარდაო, მამა არ მიყვარდაო. ხანდახან ცოტას გამილაწუნებდაო რაღაცებიო და მე რო გარდაიცვალაო მამა ჩემიო, ნუ მე გავიდა დრო და მე შევქმენი ოჯახიო და მყავსო ბიჭიო. და ეს ბიჭი ხანდახან ესე იგი რაღაც ისეც დააშავებს, რომ მე უნდა გაუწყრე აუცილებლად. ხო და ერთხელო გაიქცა დედამისისკენო, როცა დავტუქსეო და დედამისი ეხმარება მფარველია მისი და ამომხედაო ქვევიდანო სიძულვილითო და მაშინ მივხვდიო როგორ ვუყვარდი მამა ჩემს თორე. ხო და წავედიო მის საფლავზე ძალიან დიდხანს. დიდი დრო გავიდა რომ არ ყოფილვარო და ავედიო მის საფლავზე. ეკლემა დამაყარა. ხო და ავედიო და უთხარიო მამასო რომ ბოდიშიო თურმე როგორ ყვარები ვარ შენ მე. ხო და აი ეს უნდა იყოს მათ შორის, რაც უფრო მეტი ჰარმონია მამასა, დედასა და შვილებს შორის, ქვეყანა უფრო ძლიერია და უფრო სხვა პრინციპები ცხოვრობს. მამა იყო სამხედრო. ვა ის ხო თქვი რა მეორე ემოციური ამბავი იქნება მითი. სამხედრო იყო მამა ბატონო გურამ. რამდენად მკაცრი იყო, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ, როგორ გზდიდა თქვენ და თქვენი ძმას. კი, მკაცრი იყო, დისციპლინის კაცი იყო, დისციპლინირებული. ხო, ადრე დგებოდა, მე მიმაჩვია ადრე ასევე ადგომასა და საქმეს ვაგეთებ ყოველთვის ადრე. თქვა წერ, ხო? 6-5 საათზე, 7 საათზე მინიმუმ მე ვიწყებ წერას. ხო, და მე მქონდა თავის დრო, აქ უნდა ესე იგი საუზმე ყოფილიყო, მეორე, მესამე, სტუმარი როგორ მიიღო ეს და მე უფროსი შვილი ვიყავი. მამაჩემს და დედაჩემს კიდევ ის ტრაგედია გამოვლილები იყვნენ, რომ მე მყავდა უფროსი ძმა, რომელიც 10 წლით იყო ჩემზე უფროსი. ხო, 1 წლისას შესრულდა და გარდაიცვალა. მეორე ძმა იყო 5 წლით უფროსი ჩემზე, ხო, 5-6. ხო და ისიც გარდაიცვალა ზუსტად 1 წელი შეუსრულდა რამდენიმე დღის შემდეგ. მე არ ვიცი ეს რა იყო, ჩვენც იყო სასწაული და მე დიდი ტკივილი ნახეს, განიცადეს მას და ბოლოს ომი რომ თავდებოდა მაშინ მეორე მსოფლიო მამა ჩემი დაჭრეს უკვე მეორეჯერ მძიმედ. იყო ასეთი, ესე იგი ის პირდაპირ შტიკებითა და იმით იყო ჩხუბი, ხელჩართულ სანგრის ბრძოლაში მოხვდა და ესე იგი გაუყარეს ეს ხიშტი მას და გულს აცდა ოდნავ რა ფილტვი დაუზიანა გული წავიდა კიდე კარგი მაშინ რომ ესე იგი მათ ვერ გაიმარჯვეს თქვა და გერმანელებმა ფაშისტებმა ხო და ჩვენებმა საბჭოთა კავშირის რომ გაიმარჯვა მაშინ წაიყვანეს ჰოსპიტალში მე რა თქვეს რომ ერთხელ სასტიკად დაიჭრა ახლა მეორეჯერ და როცა უკვე გამოჯობინდა თქვეს რომ მოდი კომისარიატების სისტემაში დაიწყოს მუშაობა და 1954 წელს გამოუშვეს აფხაზეთში მე 51-ში მე დავიბადე ხო და უფროსი მე გავხდი უფროსი მე მყავს ძმა რომელიც 11 წლის უმცროსია კიდე ჩემზე ხო და ასე პირველ ძმასა და ჯვარიცელია ჩემ ახლა უმცროს ძმას 20 წელია სხვაობა ანუ კიდე რო უყურებ რამოდენად სიცოცხლის ის ჰქონდათ დედაჩემსა და მამაჩემს რომ აი უნდა გაეგზელებინათ სიცოცხლე გაეგზელებინათ გვარი ხო და ასე რომ ყოველთვის ურთქელდებოდი მათ ორივეს რომ წარმოვიდგინე მე რომ მამა გავხდი ხო აი რას ნიშნავს უბედურება ოჯახში რას ნიშნავს თუნდაც რომ შენი შვილი გაცივდება და სიცხე აქვს და როგორ წრიალებ და ხანდახან ისეთი ახალგაზრდა მამები ვიცი რომლებიც თვითონ უფრო მეწრიალებენ და ესე იგი შავდღეში არიან ვიდრე დედა უფრო კაცრად არაჩვენებს თავის ემოციებს და უფრო უვლის სისხლის ასაღებად რო შეყავდათ ბავშვი ხოლმე როცა დაჭირდებოდა მე ვერ შევდიოდი სულ მეუღლე შედიო არ შემეძლო რადო მაგარია მაგრამ შენ ახერხე კი ნემსაც უკეთებ ხოლმე თუ ჭირდება ბავშვს აგაში მაგარი ვარ შემიძლია ბატონო გურამ დევნილთა უღელტეხილი ვახსენეთ და შესავარში გიწერიათ უძღვნით ჩემს ქალიშვილ სალომეს. დიახ. რატო გადაწყვეტეთ რომ ასეთი მძიმე ნაწარმოები თქვენი შვილისთვის მიგეძღვნათ? ხო, ესე იგი ეს ომი რო დაიწყო, ზაფხულში დაიწყო 1992 წლის 14 აგვისტოს სალომეს ქონდა სკოლაში დადიოდა მაშინ და ესე იგი მე-10 კლასში გადავიდა მაშინ
ერთ წლის შემდეგ უკვე დაამთავრა ომის დროს ეს პირველი საშუალო სკოლა სოხუმის, რამდენჯერმე დაბომბებშიც მოხდა, ხო და მთელი ოჯახი ჩვენ ვიყავით მანდ. ხო და მე ჩააბარა 93-ში ჯერ სოხუმზე არ იყო განხორციელებული შეტევა, პერემირიეს უძახდნენ, მაშინ ზაფხულში იყო ეს პერემირიეს პერიოდი და ჯავახიშვილის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ცოდნამ. ხო და აქ წამოვიდა უკვე სალომე, აქ დედამისთან ერთად და უკვე მე ჩამოვიყვანე ისინი, აქ და მე დავბრუნდი. და რო დავბრუნდი, დაიწყო უკვე შტურმი სოხუმზე. მან მთელი ომი ნახა, მე წარმოვიდგინე, რომ რამოდენად თავისუფლება ვიგრძენი, რომ ჩემები იმ დროს არ იყვნენ უღელტეხილს რო გადმოვდიოდი, ჩემს გვერდით, იმიტომ რომ მაშინ ძალიან რთული მდგომარეობაში ჩავარდებოდი, სულ ამაზე ვიფიქრებდი. აქ ვიყავი მარტო, რამით რომ მომსვლოდა, რა ვქნათ, ომია და ასე რომ ვეხმარებოდი რა თქმა უნდა სხვებს და ისე ნელა გადავდივდი, რომ უღელტეხილზე ბევრი სიკვდილი ვნახე ბოლო დღეებში, ესე იგი გრადის ნამსხვრევით დაფლეთილი ბავშვის სხეული, თქვა და აი ადამიანი როგორ იუბება და ეს იყო გადასვლა ბიბლიის რომელიღაც ფურცელზე მეგონა თავი, რომ ბიბლიაში ვცხოვრობ, ეს იყო მასიური გადმოსვლა, სადაც ჩვენ ვართ მიჩვეული უფრო ამერიკულ ფილმებს რო უყურებთ, ჯარი ჯართან მარცხდება, იხევს უკან, ანუ იმარჯვებენ და ის მოქალაქეები არ ჩანან და აქ იყო მოხუცი კაცები და ქალები, ჩვილი ბავშვები, დედები, ქვეაჭმევენ გზა და გზა რძეს აძლევენ. აქ იყო ცალფეხა ბიჭი, რომელიც იომა რომელმაც აქ იყო ეტლებით დაჭრილები მოყავდა, აქ ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა ერთად გადმოდიოდა და ეს იყო რაღაც გრანდიოზული გადასვლა, რომელიც იმ ბიბლიურ სვლას, როცა ხალხი ხალხს განდევნისა, რაღაც ესეთი მოხდება. ეხლა ამ ხალხს რა თქმა უნდა ეშინოდა იმ დიდი იარაღის ჩრდილოელი მეზობლისგან, რომელიც ასე ესე იგი შეეძლო ხან ერთ მხარეს დახმარებოდა, ხან მეორე მხარეს დახმარებოდა, ყველაფერი ისე გაიკოთებინა და ასე რომ ის ხალხი გმირი ხალხია, იქ რამდენიმე ასეული ადამიანი გარდაიცვალა, ვასაფლავებდით, რაც საშუალება და ძალა ჰქონდა, ყველას ვერ ვასწრებდით და მე ვინც დაასაფლავეთ ბევრჯერ, ესე იგი ბევრი ავიდა მე იმის შემდეგ იმ ადგილებში, მაგრამ ვერ იპოვეს ცხედრები ვერ იპოვეს. ხო, ეს საშინელი იყო. ასეთი რამ ჩვენი ისტორიაში, რომელიც აქ ომი რო ქონოდა და ასე ვერ წარმოვიდგენდი ვერანაირად. ხო და მე ამიტომაც მე გადავწყვიტე, რომ სალომესთვის მეძღვნა ერთი ომს გადარჩენილი თავად, მეც კიდევ ომს გადაურჩით, რომ ამბობთ, ეხლა თუ გადაურჩი ამ უღელტეხილს, აუცილებლად დავწერო ეს და 10 დღეში რო ჩამოვედი, სული მოვიტყვი და დავწერე და ვის უნდა უძღვნა და ჩემს შვილს. იმიტომ რომ მაწი ასეთი რამ არ ყოფილიყოს არც მის ცხოვრებაში, არც მომავალი თაობის ბავშვების ცხოვრებაში. რამე ესეთი არ იყოს. ეს იყო ჩვენ ომს ვიყავით მიჩვეული, როდესაც უყურებდით ფილმებში, თქვათ მეორე მსოფლიო ომი. ამ კითხულობდით წიგნებს. და ეს გვეგონა სადღაც ყოფთის სადღაც და უცებ ეს ომი ჩემს ქალაქშია გაიყო გუმის და იქით აფხაზური მხარე, აქეთ ქართული მხარე, ესვრიან ძველი მეზობლები, ძველი ნათესავები, მოგვარეები. თქვა და აფხაზი გაბუნია, ქართველი გაბუნია, აფხაზი დამენია, ქართველი დამენია. და ასე შემდეგ საშინელება იყო თან პატარა ბიჭები, რომლებსაც მე მახსოვს ისინი ეს თაობა საავტომატე ასაკის რო გახდნენ და ომი დაიწყო, ეს თაობა მახსოვს 10 წლით ადრე, როგორ ნებივრად ჭამდნენ ის ქართველი ბიჭები, ბერძნები, აფხაზები, აი ნებისმიერი ეროვნების ნაყინს, თქვა და კატერების სანაპიროსთან იყო, კარგი სანაყინო იყო და ინდურისთან იყო გადასა და ეს ბავშვები ნებივრობდნენ ამ ნაყინით, ამ ზღვით, ამ ქალაქით და მერე მოულოდნელად მოუწიათ ომმა, ჯარისკაცი არ იწყებს ომს, ომი იწყება სხვა სივრცეებში, იძერწება, ჯარისკაცი მერე უკვე იძულებულია რომ გააგრძელოს ეგ ამბავი, რაც მაგრამ თორე ჯარისკაცი ყველა გინდა იქი დამხარის, გინდა ჩვენი მხარის, თუ ის დამნაშავე არა, სხვა რამეში ისინი ანგელოსები არიან. სხვათა შორის აი ამ წიგნში, სადაც დევნილთა უღელტეხილია, გაქვთ ძალიან ბევრი ფაქტი მოყვანილი, როგორც ქართული ჯარისკაცების, ისე აფხაზი ჯარისკაცების გმირობები.
სადაც მართლა ერთი მახსოვს ქართულმა ჯარისკაცმა რომ აფხაზის ბავშვი გადაარჩინა დამწვარი სახლიდან გამოიყვანა და მე იმათმა მხარემ პატივისცა. ასევე აფხაზების ძალიან მაგარი გმირობა გაქვთ გახსენებული. ავტობუსით გამოყავდა ბაბუას შვილიშვილები და აფხაზე რო დაინახა რომ იქით აფხაზები იყვნენ, გაიქცა თუ რაღაც ავტობუსის ბრძოლი. და აფხაზემ ნახსავტყორცին დანიშნეს ავტობუსის ბრძოლს რომ გაჩერდი და ისინი წაიყვანეო და მანამდე ცეცხლი არ გახსეს. ასეთი ისტორიები უფრო ხშირად რატო არ იწერება, ვთქვათ, თუნდაც აფხაზების კარგი კაცობის რაღაცა კარგიც რაც გააკეთეს. ხო, ესე იგი ომმა ბევრი რამ გვიჩვენა, ადრეც რო ვერ წარმოვიდგენდი ისეთი რამეები. აი, თუ ავკაცობა მოხდა, ხო, ომის დროს თქვა და ორ შეიარაღებულ ჯარისკაცს ერთსაც შეუძლია მთელი სოფელი სამშვიდობიანი მოსახლეობა დარჩენილი. დაახლოებით ასე, თლათ ისე არ ყოფილა რომ ყველა მოძლიდეს, მაგრამ ომი დამთავრებულია და ასეთი ავტომატიანი კაც შედის სოფელში და რასაც უნდა იმას აკეთებს, ვისაც უნდა იმას განადურებს და მოკლავს, ხო, ეს კაცზეა დამოკიდებული. მაგრამ ამ მომმა დაგვიტოვა ჩვენ ამ კვლელობებთან ერთად სხვა გადარჩენის ისტორიები. როდესაც კვლელობის ისტორიასთან გვაქვს საქმე, მე ამიტომაც აფხაზური მხარე უნდა მენახა და 2004 წელს ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ოპერაციასაც გადავრჩი, რომ წავსულიყავი ჩემ მშობლიურ ქალაქში და მენახა ისინი არა ტელე, რადიო რაღაც ინფორმაციას დავუყნობოდი, არამედ მასთან მელსაუბრა და ერთხელ ნანახიო აჯერ გაგონილს ჯობია ის და გამიგებთ რომ სულ სხვა ხალხი ვნახე, სულ სხვა ისტორიები გავიგე. ომს აქ ჰიპერბოლა ამბების. თქვა დაიღუპა 5 ადამიანი, ნელ-ნელა რამდენიმე წელში ეს უკვე 100-200 ადამიანი ხდება. ვიღაცის არაკაცობა და ავაზაკობა კიდევ აი რაღაცნაირად იბერება და რაღაც უზარმაზარი იმათ და სიკეთეზე არ ამბობენ და რატო არ ამბობენ. როდესაც მე დავწერე პირველივე ვალერი ვაშაკიძემ მომიყვა ის ისტორია თქვენ რო თქვით რომ პატარა ბიჭი გადაარჩინა, იმოდენა ბავშვი სახლში მეც მყავდაო, იმ ბიჭმა თქვა, ხო, სიკვდილს ცეცხლი წაიკიდა და აფხაზებმა მეტყვეთ რომ აიყვანეს და რომ ნახეს რომ ის ბავშვი მართლა გადაარჩინა. ამან მამასთან, ბაბუასთან მიიყვანეს. და ბაბუა და მისი დიალოგია საინტერესო ამ ქართველი ჯარისკაცის რომ ის ბოდიშს ეუბნება. ჩემთან ამ ეზოში არასოდეს არ შემოუყვანიათ, ესე იგი ესეთი ბორკილებიანი კაცი სტუმარი, შენ სტუმარი ხარ. სტუმარი ყველა კავკასიელისთვის და ჩვენთვის და აფხაზებისთვის ეს წმინდა ადამიანია და ბოდიში მოუხადა ამას, ხო და მიიღეს კარგად ყველაფერი. ავტომატები გაცვალეს ბოლოს ამან და აფხაზმა. ავტომატები და ამისთანა ისტორიებს როგორც ქართველები როცა მიყვებოდნენ და აფხაზებიც როცა მიყვებიან და მიყვებოდნენ, ბოლოს აუცილებლად გეტყოდა ქართველის და აფხაზის. ძალიან გთხოვ. ჩემი გადამრჩენელის სახელი და გვარი არ ჩაწერო. თორემ იმას არაპატიებენ იქ რომ მტერი გადაარჩინა მან, ხო და იმას არ მინდა ზიანი მივაყენო. და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ავაზაკების საქმეები ვიცით კარგად, ავაზაკებს ვიცნობთ სახითაც. ხო, ყველაფერი ვიცით მათი, მაგრამ აი ამ ჩვენი ომების უსახელო რაინდების არაფერი არ ვიცით. როდესაც მათზე არ ვიცით არაფერი, იმიტომ კაცი თავს დევს, რამდენიმე აფხაზი მოკლეს, რამდენიმე ქართველიც კიდე მოკლეს და ცემეს სასტიკად, რატო დაეხმარე იმას. იყო ეს ფაქტები არის. ძალიან ბევრი ფაქტებია ესეთ რომ რაღაცნაირად არ ვახმაურებთ და არ ხმაურდება, კიდევ ადამიანს უნდა დაიცვა ამ დროს წერალი რო ხარ. ხო და საინტერესო მომენტი იყო, მე მყავდა მეგობარი ვიტალი შარია, ეს აფხაზი კაცი იყო და ჟურნალისტი იყო ეგა. ხო და ვიტალი და მე როცა საუბრობდით, მე სულ ვეუბნებოდი რომ ვიტალი, შენ ჩემი ნახევარი გვარი გაქვს კაცო. მე ოდიშარია ვარ, შენ ხარ შარია და ვეხუმრებოდით ერთმანეთს ძალიან და ომი რო დამთავრდა, ერთმა ქართველმა კაცმა დაწერა ესეთი მოთხრობა. მე ხა ვიტალი რატო გავიხსენი? წელს გარდაიცვალა. ნათელში იყოს მის სული, ხო და გავიხსენე რატო რომ
ქართველმა კაცმა ნორმალურმა ძალიან ისე დაწერა მოთხრობა. მოთხრობა იყო იმ შემთხვევაზე, რაც აფხაზეთში მოხდა. ამ ომს ჰქონდა ერთადერთი ახალი წელი. 92 წავიდა, მოვიდა 93. 93 სექტემბერში უკვე ჩვენ დავტოვეთ იქაურობა და ამ ახალ წელს მოხდა ისე, რომ რაღაცნაირად მიულოცეს კიდეც მებრძოლებმა ერთმანეთს. პირველი რიგის მებრძოლები ეს სხვა ხალხია, როგორც გითხარით, ეს ჯარისკაცია, რომელიც ამ მეორე თავის ძიმე სიტყვა ამ შემთხვევაში იმ სამუშაოს ასრულებს, რასაც მეორე მხარის. და ისინი ორივე ტყვიას უდგნენ, ანუ ეს მათი მუშაობაა, ხო? იმ კოლეგას ასე ვთქვათ, პატივცემდა მიცის მისი ყველაფერი და არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ვთქვათ, ჭაბუ ამირეჯიბის ბიჭი სნაიპერმა მოკლა ოჩამჩირის ზონაში, აფხაზებმა ითხოვეს, რომ მებრძოლებმა ესეთი გვირგვინი გააკეთეს და ის გამოუგზავნეს, რომ ეს ვაჟკაცი ბიჭი იყო. ასეთი რამ გაუკეთებიათ ჩვენებსაც. მაგრამ ახლა იმ მოთხრობას უბრუნდები, რომ ერთადერთი ახალი წელი რო ქონდა, მე როგორც მითხრეს, ახალი კაცი იყო, ანუ აღმოსავლეთ საქართველოსდან იყო, ქართველი ბიჭი, რომ დალია ღვინო, ხაიხაც აღნიშნავენ და ახაც არ ესვრიან, მოილაპარაკეს, არ ვისროლეს. ხო და მე ძალიან მოუნდა იმათანაც დაელია და აიღო ერთი ისა კოკა, ღვინო, კახური ღვინო და მეორეში ჩურჩხელები. ხო და გადავიდა მეორე მხარეს. და ძალიან გუმის დამდინარე თხელია, თავთხელია, ესე იგი ფონია სულთლიან, ფეხით გადადო სველდები. მუხლებამ და ცოტა მეტიც, მაგრამ სამთარში ისა არ მოდის, არა იმდენი წყალუხვი ისე და გადავიდა და დაუძახა, მოვდივარ მე ვარ, უნდა მოგელოცოთ. იქ ესე იგი იქეიფეს და ერთი საათი, ნუ ახაც იყვნენ და ბიჭები, რომელიც ამბობენ მოკლავენ იმ უბედურს, რა გაბედა, გამთრალი იყო რაღაცები და გაიხედეს რაღაც საათნახევარი თუ ორი შემდეგ მოდის იქიდან, მოა კარდალათი ღომი, ღომში არის ესე იგი აი ეს შებოლილი სულგუნები და მეორეში მოაკ ღვინით სავსე, ესე იგი ისა ბოცა. ეს იყო კალდახვარის ღვინო, მითხრა და მოიტანა, ასეო ჩვენო აღნიშნეთო, ასე ისეო და ნუ რა ვქნათ ესეო, მე რომ თქვითო რომ როცა სროლა იქნება, უნდა ვესროლოთ ერთმანეთს და ნუ აი ეს ფაქტი იყო, ძალიან კაი ფაქტი იყო. ქართველი ციკშიც გიწერიათ, დევნილთა უღელტეხილშიც არის ეგ მონაკვეთი. კი, აი ეს მოდი მამას და ამ მომენტზე ამ ქართველმა მწერალმა დაწერა, რომ უკან როცა ბრუნდებოდაო ქართველსო ზურგში ესროლესო აფხაზებმაო, ისო დაეცა, ნუ ჩავარდა მდინარეში და მდინარე მის ხედარი წაიღო. აფხაზ მწერალს, რაც უნდა საოცარი იყოს, ეს დამთხოვა არ არის, რაღაც არის ამაში ლოგიკა, აქვს იგივე, ამ შემთხვევაში აფხაზი გადმოდის და პირველი ის მოდის და მოაღვინო და კიდე რაღაც, ხო და როცა ბრუნდება, ქართველებმა ესროლეს და დაეცა ისა და წაიღო მდინარე. ხო მე მაშინ თქვი, რაღაცო ეს ფაქტი ბევრმა იცის და არ ყოფილა ზურგში არ უსვრიათ. ამათ აფხაზებში რომ ესეთი მოთხრობა დაიწერა, მე არ ვიცოდი. ამაზე ხმაური ატეხა იმ ვიტალი შარია, იმიტომ ვახსენე ვიტალი შარია და მან თქვა, რომ როგორ შეიძლება ჩვენ ვიცითო ასეო, მაგრამ წარმოიდგინეო ქართველი წერალი ამას წერს, აფხაზი ამას წერს, რომ სიკვდილით მე რა კარგი ვარ და აი მტერი რა საზიზღარია, მან მოკლა ეგ. როდესაც იმ წერალს ვკითხე, რატო გააკეთა ეგ მეთქი, მან მითხრა, გურამო ჩვენო პოლიტიკა არ იციო. პოლიტიკურად თუ არ არისო სწორი ეგაო, რომ შენ რო დაწერო, რომ ის გამოუშვეს ცოცხალი. როგორ ახლა მტერთან, მე ვთხარ ბიჭო ჯარისკაცი არ არის მტერი. ეს სულ სხვა ამბავია. შენ წარმოიდგინე, ხვალზე ტყვია, რომელს მიეწევა და სიკვდილის წინ ამათ გადაწყვიტეს, რომ მოდი დავლიოთ და კაი წელი იყოს და რაღაც, როგორ შეიძლება გაეკეთებინათ და ამის მაგალითები იყო პირველი მსოფლიო ომის დროს და ფეხბურთის ითამაშეს შობას გერმანელებმა და ინგლისელებმა. კი, იქ ითამაშეს. ცნობილი ამბავია. და ბევრი ამისთან მომენტი იყო და ასე რომ აი ამ ამბავს მე რომ ამბობ რომ უსახელო რაინდების სახელები რატომ არ არის, აი ეს რაღაც საოცრება უშლის ხელს. სანამ ადამიანები ამას არ დაუძლებთ, სანამ არ ვიქნებით საოცრად გულწრფელი და ძალიან გულწრფელი როცა ხარ, ძალიან მოწონს მეორე მხარეს. როცა ის გულწრფელად გეუბნება და გიყვება ამბებს, თავის რა თქვა და შეცდომა თუ რაც თავისიანების
არ მოწონს, შენს ეუბნები, შენს სათქმელს და ასე შემდეგ. აი, გულწრფელობა გადაგვარჩენს. სიყალბე არანაირად ამ მოლაპარაკებებში რაც ვიყავი და შეხვედრებში, სიყალბე ყოველთვის უშლის ადამიანს. სიყალბე არის სიყალბე და არ უნდა მოატყუა ადამიანი და მოკლედ არიან კიდევ ადამიანები, თქვა ლიდერები, რომლებსაც ნაპოლეონობაც უნდა და უნდათ იყოს კიდევ მაჰატმა განდიც. ანუ მშვიდობა თუ არის და პირველი ესენი არიან, ომი თუ არის პირველი ესენი არიან და ბევრი რამ და უზარმაზარი ეს გეოპოლიტიკა რომელიც ეგ ცვლის ალბათ ყველაფერს ადამიანის განწყობასაც, შეხედულებასაც და ადამიანობასაც საბოლოო ჯამში. ბატონ გურამ, აფხაზი მეგობრები გყავთ, ვისთანაც დღემდე გაქვთ კავშირი, ურთიერთობა? კი, როგორ არა, მყავს, იმიტომ რომ ბავშვობიდან იქ მეგობრები მყავდა აფხაზი, როგორც ესე იგი ნამოვიდგი და სიარული დავიწყეთ და ასე შემდეგ, ნუ ზღვაზე ცურვაც ნელ-ნელა შეიცვალა და ეს ზღვის მეგობრები მყავს. ესენი არიან ჩემი აი ეს იბერო საშუალო სკოლა დაამთავრე, ჩემს ახლოს იყო აფხაზური სკოლა, მე-10 სკოლა. და რაღაცნაირად მეგობრობდით, ხამჩხობობდით, რაღაც ფეხბურთს ვეთამაშებოდით, ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. მე ინსტიტუტში ისა მე დავამთავრე პედაგოგიური ინსტიტუტი, ისტორია ფილოლოგიის ფაკულტეტი იქ. მე ჩემი კოლეგები უკვე ინსტიტუტში ესენი იყვნენ, აი მწერლები, პოეტები, პროზაიკოსები. მე უკვე მე მუშაობდი ხან ჟურნალისტი ვიყავი ხან, ესე იგი მთავარი რედაქტორი ჟურნალ რიცის. რაღაცა ბევრგან მივუშავია როგორც ჟურნალისტი და ჩვენ ბევრი ესეთი კარგი გვიკეთებია ერთმანეთთვის და ერთმანეთი ჭირი გაგვიზიარებია. და როდესაც ეს ომი დამთავრდა და დავშორდით ერთმანეთს, მაშინ ეს უღელტეხილი გამოვიდა ჩემ, მე ეს უღელტეხილი შევიდა სოხუმში დაბრუნება ასეთ წიგნი მაქვს. ხო და ამ წიგნში რო შევიდა, აფხაზებმა დაბეჭდეს ერთი თავი ამ წიგნიდან. და თქვენ ეს გურამოდიშარია, ჩვენი ის არის ქალაქელი, ასე. და მე რომ ნახე რა აფხაზურად არ იყო ესო რუსულ ენაზე გამოდიოდა, მაგრამ ეხო კავკაზა, ეხო აფხაზი და ეხო აფხაზიაში დაიბეჭდა და მეც დავიწყე მაშინ ჩემი აფხაზი მეგობრების ესე იგი ლექსების თარგმნა, პროზის თარგმნა, პერიოდულად მე შევუშვებდი ამას, არც ვეკითხებოდი მას, რადგან მე არ მკითხეთ, არც და როცა პირველი შეხვედრები დაიწყო, ეს იყო 1997 წელს, ხო? მე უთხარი რომ აი აქ არის ბავშვების შეხვედრები, ქალები ხვდებიან ერთმანეთს, ომში დასახიჩრებული, ხალხი, ვისაც დახეიბრებულები, აფხაზები და ქართველი უკვე სხვა ხალხია უკვე, ზოგს ხელი აკლია ფეხი, გადაიარა და აი ისინი სამშვიდობო პროექტებში იყვნენ ჩართული და მოდი მწერლების გავაკეთოთ, რა დავწერეთ ჩვენ ამ ომზე, ქართველებმა, აფხაზებმა და მე შემოვიერთეთ სხვები, ყარაბახის ომის მონაწილეები, აი ოსეთის ომის მონაწილეები, ოსები, სომხები, აზერბაიჯანელები და გამოვეცით საერთო კრებული და მე ვიმოგზაურეთ ერთად მთელ ამ იმაში კავკასიურ სივრცეში, ანუ ჩვენ სამხრეთ კავკასია, რასაც ქვია, გვაქვს 3 კონფლიქტი, ეს არის ყარაბახი, სამხრეთი ოსეთი, იგივე ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი და გვაქვს 5 ლიტერატურა. ეს არის ქართული ლიტერატურა, სომხური, აზერბაიჯანული, ოსური ლიტერატურა, აფხაზური ლიტერატურა. და გვაინტერესებდა ამ ლიტერატურებმა რა ამ ჰუმანური მიდრეგილების ხალხმა როგორი წერალია, რა დაწერა ისეთი, რომ მეორე მხარე ამას წაიკითხავს თუ არა. საოცარი მოთხრობები აღმოვაჩინეთ, ჟამი ცხოვრებისა შევარქვით საერთო ამ 5 ლიტერატურის კრებულს და საოცრად პოპულარული გახდა ეს 2003 წელს გამოვიდა ეგ. და ამიტომ აი ამ დროს მე და ჩემი აფხაზ მეგობრები ერთად დავდიოდით ყარაბაღში ორჯერ ვიყავი ოღონდ ყოველ ჩასვლაზე მე წერდი აფხაზეთის აზერბაიჯანის მთავრობას წერდი რომ მივდივარ ყარაბაღში მწერალი ვარ ჩემ აფხაზ კოლეგებთან ერთად რომ აღმოვაჩინო ისეთი მოთხრობები რა დაიწერა დღემდე ის კი არა რომ ჩავედით და მოდი ახლა დაწერეთ არა რა დაიწერა და აღმოვაჩინეთ საოცარი მოთხრობები რომელიც მეორე მხარის ამ გაგანია ომის დროსაც დაწერილი მეორე მხარის ტკივილზე ფიქრობდა რა ომი გადაიტანა იმან როგორ არის დღეს
და ასე შემდეგ. ეს ქართულადაც არის ბატონო გურამ? ქართულად ნაწილ-ნაწილ დაიბეჭდა, მე ისე რუსულად გამოვეცი ჩვენ რომ მაშინ განსაკუთრებით ეს რუსულ ენაზე ხო, ყველასთვის გასაგები იქნებოდა ასე და ნაწილ-ნაწილ ეს დავბეჭდეთ ხოლმე. ჩემი ძმისშვილი თქვენ რომ ბრძანეთ, ჩემო ლადო, აი იქ დაიბეჭდა პირველად, აფხაზი მწერლის დაიბეჭდა, ფაზელ ისკანდერის საინტერესო მეტად მოთხრობა, ბიჭუნა და ომი. დავბეჭდეთ, სადაც ფაზელი წერდა გაგრა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ასე ვთქვათ, დაიბრუნა აფხაზურმა მხარემ და წერდა იმ კვლელობებზე, სადაც გიორგი ექიმი, ანუ ქართველი ექიმი, რომ დახვრიტეს. და წერდა, რომ მისი ბიჭი ღამეებით არეძინა ამ ბიჭს და ამბობდა, აბა ეს რა ომია, თუ იქ გიორგი ექიმი მას კურნალობდა, როცა ისინი გაგრაში ჩადიოდნენ. თუ ის დახვრიტეს. და მამა და შვილს მიდის მთელი აი რაღაც ფილოსოფია, ეს პატარა ბიჭია, სადღაც 17-18 წლის და მამა და ეს მთელი წიგნი არის აგებული მათ დიალოგზე. და საბოლოოდ მამას თავისი მართლე აქვს, ის არ ეუნება უნდა აეხრიდოთ, არა, თანაუგრძნობს და ეუნება, ეს არის ომი. ომი არის ეს, რა ვქნათ, აი ეგ არის ეს საშინელება და საბოლოოდ გაბრაზებულია ეს ბიჭი, ისე ზაღლომადურად ეუნება მამის. მე ნელა მოტრიალდება და ბოლოს ხელს ჩამოართმევენ ერთმანეთს. ბატონო გურამ, მე ისევ ჩანაწერებიდან ამოღალ, გიწერიათ რომ ომი ერთდროულად კლავს უდანაშაულოებს და ბადებს შურისმაძიებლებს. აფხაზეთის ომმა ბევრი შურისმაძიებელი დაბადა? კი, შურისმაძიებლები იყვნენ, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომელსაც არც უფიქრიათ, რომ იარაღი აეღოთ თავიდან, სოხუმში იყო ასეთი ვითარება, რომ არ ვიცოდით როგორ ყველა იმედოვნებდა, მათ შორის აფხაზების დიდი ნაწილი, უმრავლესობა ალბათ, რომ აი შემოვიდა კი ეს ჯარი არ იქცეოდა ისე კარგად, ყველაზე კი არ ითქმის, მაგრამ ნუ ეს მარადიორობა და ის მთელი უმსგავსობები საერთოდ ომებთან ახლავს, მაგრამ აქ თითქოს არ უნდა ქონოდა ამას ადგილი და ასეთი მასშტაბი არ უნდა ქონოდა, სამწუხაროდ ეგ იყო და ამას ჩვენ ვაღიარებდით და ამას ჩვენ ვაღიარებთ. ხო და მერე როდესაც უკვე პირველი მსხვერპლი დაიღუპა, პირველი ქართველი, პირველი აფხაზი დაიღუპა, არ გაჩერდა ეს ომი, ყველა ფიქრობდა, გაჩერდება, მოილაპარაკებენ, არჩევნებს დანიშნავენ, რაღაცები, არა და არ ჩერდებოდა, ნელ-ნელა ესე ხურდებოდა ომი, ემსგავსებოდა მონსტრს ნელ-ნელა. ეს იყო თითქოს სროლები, თითქოს უნდა გაჩერდეს, მაშინ ადვილია. აი თქვა და ტყის პირას მიდიხარ და ნახეთ, რომ ცეცხლი უკიდია ბალახს ხმელს. წუთში შეგიძლიათ ხო ფეხით ჩააქროთ ეგა. მაგრამ თუ არ მიაქციეთ ყურადღება და ან ვერ აქრობთ ამას, ის უკვე ტყეს რომ მოედება, მაგას უკვე ავიაფლოტი ვერ ჩააქრობს, აი ცეცხლმქრობი თვითმფრინავები რომ არიან. ასე რომ წამოვიდნენ რა თქმა უნდა შურისმაძიებლები იყო ამ ომს ჰქონდა ორივე მხრიდან საშინელი ფაქტები, მკვლელობები, საშინელი, იყო ჰიპერბოლიზებული ამბებიც კიდევ, მაგრამ უნდა ვთქვა რომ მე როდესაც ყოფილი იუგოსლავიაში ვიყავი ორჯერ და როდესაც მე ერთ შვეიცარიელი მეგობარი ყავს დიდი ხანია არ ქონია მიმოწერა, ვკითხე რომელმაც ისწავლა იქაური დანაშაულობები, თუ ეხლა შევადარებთ ერთმანეთს, გადარჩენის ისტორიები ფაქტიურად ამ კაცმა ვერ მითხრა იქ იუგოსლავიაში. იყო მხოლოდ მე გამიჭირდება ძანამიცმა და არ ვამბობ სასტიკი მკვლელობები და სასტიკი შურისძიება ორივე მხრიდან. აი რომ გადაარჩინა ერთმა მეორე რაღაცა, მე არ ვიციო მითხრა, მე იქ ვიყავი დიდხანს ვსწავლობდი, ხო, მაგრამ მე არ ვიციო. ჩვენ გვაქვს ეს. როდესაც ჩვენი აუცილებლად შეერიგდება ჩვენი ხალხები, როდესაც ერთ დროს შევრიგდებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ისტორიებს, იმ შეერიგების პროცესში, თუ როგორ გადავარჩინეთ ჩვენ ერთმანეთი. ეს ფაქტია და ეს ფაქტი ომზე ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. წერალი ვალდებულია, ყველაფერი დაწეროს. მისი სიავეც გვიჩვენოს და მისი აი ეს რაინდული ქმედებები. იმიტომ რომ ჩვენ აი რაინდი ის იმიტომ არის, რომ ის სიკვდილზე მიდიოდა
გადარჩენა უნდა და იმ კაცის და რაღაც აი ჰოლივუდი ფილმებს გადაიღებს სასწაული გადარჩენებია, რომელსაც აფხაზმა ძმაკაცმა ქართველი ძმაკაცი ალყამ იმაში ალყა შემორტმული ტყვარჩელი და მოშორებით, ესე იგი ვერტფრენით როგორ გააპარა ჩრდილო კავკასიაში. როგორც მკვდარი ისე შეასვენეს, თითქოს ჩრდილო კავკასიელი დაღუპული ის არის ჯარისკაცი, თავის ბავშვობის მეგობარი ესე შეასვენეს და იქ რო უკვე დაფრინდა ეს გამოიყვანეს მაშინ და ამისთან ისტორიები ბევრია აქ, ბევრია. იყო ასეთი სკოლის დირექტორი ახალი დაბიდან. და მას ხა იქ სოფელია, როგორც ასე სოფლის მოსახლეს ყავდა ძროხა, ხო შეიძლება ძროხები არ მახსოვს, ხო და მომიყვა რომ ომი რო დაიწყო ჯერ აფხაზების ნაწილი იყო ჩვენთან, სოფელში ნუ ვიღაცები წავიდნენ უკვე და ომობდნენ და ნაწილი დიდი დარჩა ის როგორც სოხუმში. მაგრამ მე როდესაც უკვე მოაკითხეს ხამარადიორებმა ერთხელ ორჯერ შუაღამისას რაღაცა ცუდი ამბები, მძიმე ამბები როდესაც მოხდა, მე ისინი წავიდნენ და მეო თქვა აი ეს ძროხები რატო ახსენე რომ აი ძროხები დამეკარგავა, წავიდა ეგ ძროხები, ნუ არ დაბრუნდნენ. საძოვარზე გაუშვა, არ დაბრუნდნენ და წავიდა ვეძებო, იმიტომ რომ მაშინ იყო რომ შევარდებოდნენ სახლებში, ავეჯი რაღაცა კარგი თუ იყო, მიქონდა და ჭიშკრებს ტოვებდნენ. დიდი ეზოები აქვს საერთოდ იქ მოსახლეებს ჰქონდათ, ხო და ძროხები თუ შევიდოდნენ, მე გზას ვერ აგნებდნენ. უკან აი ბალახია და შედიან ბოლო. და აი ჭიშკარ დავდივარო. აი ამ სახლს და შევედიო ერთ სახლთანო ერთ სახლშიო შევედიო, სადაცო აფხაზების უმრავლესობა სოფელში მცხოვრები, რა თქმა უნდა, თავის ეზოში ასაფლავებს თავის გარდაცვალს. სიკვდილის შემდეგაც ერთიანობის რაღაც შეგრძნება რო კონდეს. აი ეს წესი ქონდა? კი, ეს წესი და ბევრია იქ. კი, სასაფლაო ბევრია, აი თავის აი სახლში რო შედიხარ, მიგიღო და ცოტა იქით მოშორებით სასაფლაოა და ყველა ის რიტუალი. ახლა იქ ქრისტიანი ხალხი ცხოვრობს. ჩამჩირის რაიონზეა ლაპარაკი, ახალი დაბა, ხო და იქ აღდგომა სხვა რელიგიური დღეებია, ის თავის გარდაცვალს მიულოთ. თუ ღმერთმა დაგვიფაროს ყველა ჩვენს აფხაზებს და მთელს თუ ახალგაზრდა გარდაცვლილი, მით უმეტეს ის სახში ასაფლავებს. ამას და შევედიო და გამახსენდაო რომ აქ აფხაზი მაგაცობდითო ჩვენო, თლათ ახლოს არა, მაგრამ შვილი გარდაიცვალა, რაღაც 18 წლის ბიჭიო და გასვენებაში ვიყავიო. და იმ ხარეს გავედიო კიდე და ნახევი საფლავი ამ ბიჭის ბავშვის ფაქტობრივად და იქ მსხლის ხეები იყო ძალიან დახუნძრული, არავინ არ იყო მისი დამკრეფი, ომია, არ ჭირდება არც ხილი არაფერი, ომს ჭირდება სისხლი. ხო და გავხედე დიდი ტოტი მოტყდა თურმე ამ მსხალს და აგდია პირდაპირ საფლავზე და შემეცოდაო ეს ბიჭიო, ხო და გავასუფთავეო ეს და ტოტი გადავაგდეო და სამი მსხალი ავიღე. კენტი უნდა იყოს, ხო? იმიტომ რომ გარდაცვლილი მარტოა კენტი, ანუ წვილი არ უნდა გქონდო, რომ არ წაიყვანოს სხვა. ხო და სამი ცხალი თავთანო დაუდევიო. მერეო დავკეტეო კარები, ფანჯრები, მიტოებული სახლი ადამიანებით არისო და შემეცოდაო ეს სახლია. ხო და დავტოვეო და გარეთ ჭიშკარი რაღაც მავთული ვიპოვეო და ჭიშკარით შევკარიო და წავედიო. მერე იყო რომ აიღეს ახალ დაბა, ხო და მერე გაყავდათ ხალხი ხრედდნენ და ეს სკოლის დირექტორი მით უმეტეს ინტერესი გამოიწვია დიდი და გაყავთ დირექტორი და ამ დროს ვიღაცა მოვარდაო წვერებიანი კაციო. ხო და ჯამბუჯაო ხელია და მითხრაო, არა დაიღვირაო, დაანებეთ ამას თავი, მე ამათთან ჩემი ანგარიშები მაქვს, ამას მე მოვლი, მე დავხრიტავ და მე ნუ რასაც მინდა გაუგეთებ და მომგიდა ხელი წამიყვანო ერთ რაღაც ჟიგული იყო, ჩამაგდო იმაში, დაждდაო და უხეშად მეპყრობაო და რო გავედითო რაღაც ნაწილი მეუნებაო, სახელს მეუნებაო, რომ შენო ვერ მიცანიო. მე სიკვდილის პირას ვიყავიო და ამ დროს ადამიანს მე ველაპარაკე რამდენიმე ადამიანს, რომელსაც მახსოვრობა წაერთვა 1-2 კვირით დასახრეთად გაიყვანეს, არ დახვრიტეს, გვერდით ესროლეს ღობეს, ხო და როდესაც უკვე გაუშვეს, თავისიანებს ვერ ცნობდა და ეცნობოდა. ენგურის ხიდზე გადავედიო და ბიძაშვილებს ეუბნებოდა, მე ოთარი ვარ დავითაია. მე ოთარი იზონა ბიჭო ოთარ მე ვარ თქვა ჯუმუ ან
თქვა და კიდე სხვა სახელებს თამაზი ვარ. ვერ ცნობდი და 2 კვირის შემდეგ მოვედი აზრ. ხო და ეხლა ჩემ მახსოვრობაა ისეთ იყო რომ მე ეს კაც როგორ გავიხსენო ეხლა წერებიანი. ყველა ერთმანეთს გავს კალაშნიკოვი, სამხედრო ფორმა, წერები. ხო და საშინელი მატერიალი ვერ გავიხსენო. წამიყვანა სადღაცო თავისი ახლობლის სახშიო. უთრაო რომ 2-3 დღეში გამოვივლეო. ხო მე ესე იგი გამოიარა მან 2-3 დღის შემდეგ დაახლოებით, მამა ვერ გაიხსენა. ხო და მე გადაიყვანა ენგურის ხიდზე მიყავდათ ესენი. და თუ ესე იგი ნამდვილ იმას მეომარს მიყავს აფხაზ ქართველი კაცი და აი გადაიყვანეთ იქით, ნუ სხვები ჩასაფრებულიც იყვნენ იქაც, რომ ვინ არა იბრძოდა, არ იბრძოდა, რა გაუკეთონ ესეთი. ხო და გადავიყვანეო ესაო და ისა გადამიყვანეო და წავედიო და ჩემი ისე ახლობლები ვნახეო და თბილისში მოვხდიო, ივერიაში ცხოვრობდა. აი ყოფილი ივერია რო იყო, მან ცხოვრობდა და ის მოვიდა თავის მეორე მეგობართან ერთად და მოვიყვა ეს საოცარი ისტორიები. ხო და თბილისში ერთვე გავიდაო და ცხოვრობა და უცებ გამახსენდაო რომ ეს კაცი არის, სახელი გვარი მითხრა, არ მახსენდება, მაგრამ ეს სახელი და გვარი დაიმახსოვრა. მაგრამ არ ახსენდება. სახელი და გვარი გაახსენდა რომ ეგ არის ის. და გაიხსენა რომ ხო და მეუბნებოდაო, შენ ჩემ ეზოში იყავიო. მე ჩემი შვილი საფლავთან მოვდიოდიო, მაგრამ ვერ ვაჩვენებდიო თავს ვერავითო და თხილნარში ვიმალებოდი და იქიდან გიყურებდიო და შენ რომ მოხვედიო, როგორო ესე იგიო გაასუფთავე მოუარე მოეფერე ჩემ შვილსო, მის საფლავსო, ხო და მე ის სამის ხალი რო დაუდევიო თავთანო, მაგრამ მე ვერც მაშინ გამოვიდოდიო. ანუ არ გენდობოდიო რა, ნადირივითა, როგორც მეკითხარით, მე მომი შედის მონსტრის იმაში და მისი ნახტომები კი არა, ეს არის რაღაც საშინელება. მშვიდობა დადის ბავშვის ნაბიჯებით და ნელ-ნელა, ამიტომ ეფექტი აქვს უფრო იმ საშინელებას. ერთ რამდენიმე წუთში შეუძლია აფეთქოს და გაანადგუროს ის, რაც თქვა მთელი საუკუნე აშენებდა ადამიანს. შენობა, ისტორიული ძეგლი და რაც თავარია, ადამიანთა ურთიერთობა. ხო და აი ეს მოვიდა, მე ეს მინდა ვკითხო. მან ნახა საშინელი მკვლელობები, მაგრამ იმ კაცმა გარდაიცვალა ის დირექტორის გოლის, მაგრამ ეს არ დაუვიწყა იმას. ეს თქვა რომ აი ეს გააკეთა მან. ისევე კიდევ ერთ წინში მაგ ჩემი მეგობარი იყო თენგო ვარდაკარია. თენგო იყო მხატვარი, ანგელოსი კაცი იყო, მთელი ომი იყო სოხუმში, ხატავდა, ომების წინააღმდეგი იყო, არ მოწონდა ეს ყველაფერი და მეზობლად ყავდა აფხაზის ბიჭი, ვოვა ერქვა მას. ხო და ეს ვოვა და მთელი ომის განმავლობაში რომ შეიძლება მარადიორი მოვიდა, შეიძლება რაღაცა აწყენინონ რაღაცები და სახში იყავიო, ეუბნებოდა, თავის სახში გადმოყავდა. პური მოქონდა ყველაფერი და როცა სოხუმი ეცემა, ზევიდან შემოვიდა მებრძოლების ჯგუფი და გამოვიდა ვოვა და იმათ უთხრა ესო თენგო არისო, ხატვარი არისო, ჩემი მეგობარიო, ჩემი ძმარიო. ყველაფერიო მე აქ დამიცვაო მანო და აი ძამთხოვთო ამას ხელი არ დააკაროთო და ისინი იყვნენ მებრძოლები ნამდვილი და იმათ უთხრა ჩვენო მებრძოლები ვართო და ჩვენ უიარაღოს არ ვესწრითო ეს ერთიო. თუ ამან ამდენი სიკეთე გაიკეთაო, შენც ისე მოეკეცი მას, როგორც ის შენო. ოღონდ არაყი თუ გაქვს დაგვალევიო და დალიეს არაყი და წავიდნენ. ოღონდ გვითხრაო ისაო უთქვამთ ამათ, იმიტომ მეზობლებმა მითხრეს ვინც ნახა ეს და რა ჯგუფ ჩამოვიდა, რომ 2-3 დღეში მკვლელების ჯგუფი მოდის საშინელიო და ჯობიაო რომ წავიდესო. ხო და ნუ იმ ბიჭმა უთხრა, აი ხო ხედავ ასეა სიტუაციაო და თენგომაც არ დატოვა რა თქმა უნდა, ხო და მოვიდნენ რაღაც საშინელი სხვა ეროვნების გან შემდგარი რაღაც კრიმინალების ჯგუფი, ხო და დააყენეს ხობესთან თენგო და ვოვა აიფარა მას და ჩაებუჯა როგორც იმას ხობეს, როგორც ქალები ამბობენ, რომლებიც იმალებოდნენ სარდაფში იმ სახლის. ალო ხედავდნენ ამას, ესმოდათ ყველაფერი. ხო და მთელი 20 წუთი ამბობდა ამას არ მოგაკლებიათ, არ გამორიცხულია, არ გაგაკეთებიებთ ამას. გამორიცხული ამბავია და მოკლედ ისინი გაბრაზდნენ, ნახევარი მჭიდე დააყარეს, ასე ვთქვათ, ვოვას და მოკლეს და მეორე ნახევარი მჭიდე თენგოს და ისიც მოკლეს. ორივე ქართველი და აფხაზი დაიღუპა იმ დღეს. ვოვამ შეძლო გასულიყო, დახრიტავდნენ თენგოს, რა თქმა უნდა, ის გასულიყო, სახში ამას არავინ არაფერს არ ეუბნებოდა. იმას აფხაზი ხარ დაგვანებითა.
დაგვანებეთ, მაგრამ არ გააკეთა, იმიტომ რომ მე ცხოვრება ძალიან გაუჭირდებოდა, მე ის სურათი სულ თვალწინ ექნებოდა მას და აი ისე ცხოვრებას მან არჩია, რომ ასე ვაშკაცურად წასულიყო ამ ქვეყნიდან და როდესაც მე იმ მკვლელობების ამბებს გებულობ, მე საპირწონეთო ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ასეთი ამბები ამოდის და ვოვა მახსენდება და აი ვოვას მადლობას ვეუბნები თან თენგო, ჩემი მეგობარი იყო, მე ხატვას ვასწავლიდი მას, უმცროსი იყო ჩემზე, და ღეროდა კიდეც და რა ვიცი ძალიან საოცარი ბიჭი იყო. ამ ომმა რაღაც ისეთი ამბები დაგვიტოვა, რომ ადამიანი უფრო ვნახე. ადამიანი უფრო შემეწოდა და ადამიანი უფრო შემძულდა კიდეც. იმისთანა ცუდი ამბებით აქვს მას ჩადილი. ბატონო გურა, მაგ ვოვას მართლა მადლობა და ღმერთმა გაანათლოს და აი იმ ვოვას თავარ სატანას შეიძლება ცუდად მოვიქეცი კიდეც ჩემ უფროს ვაჟს პატარა იყო ძალიან ბევრს ველაპარაკებოდი რუსეთზე და ბოლო წერტილი იყო ოკუპაციის მუზეუმში რომ მივიყვანე ის ღამე არ ეძინა და იმის მერე რუსულის სკოლაში რუსულის სწავლაზეც კი უარი თქვა იმდენად შევაძულე რა ერთი მხრივ კმაყოფილი ვარ ამითი მაგრამ მეორე მხრივ პატარასთან აღარ გავაკეთე იგივე იმიტომ რომ არ მინდა ისეთ რაღაც მტრის ხატი შეუქმნა თუმცა ჩემმა შვილებმა იცია რუსეთი მტერია არ ვიცი შეიძლება ცუდად ვიქცევი მაგრამ ჩემთვის ასეა ეს არის მოცემულობა და ჩემ შვილებს ეცოდინებათ რომ რუსეთი არასოდეს არ ყოფილა ჩვენი მეგობარი რა კი კარგი კაცია და ძალიან კარგი ახლა იმაზე გამახსენდა რუსეთზე იქ ერთ წიგნში სოხუმის დაბრუნებაში არ გამოსულა დიდი ხანი 10 ჯერ დაიბეჭდა 95-ში გამოვიდა 1995-ში და მე ერთი 10 გამოცემა ამის და უნდა გამოცე მომავალსაც აუცილებლად და ის იყო პირველი ჩემი ესე ემოციები და იქაც იყო ჩემი მეგობარია ერთი სოხუმში რომელსაც ყავს პატარა ბიჭი ხო და ხან გრადი ბომბავდა ხან ჰაუბიცები და ხან ავიაცია ხო და ეს ბიჭი არის ექიმი ხო და მოვიდა სახში და შვილი ეუბნება შვილი არის ძალიან პატარა 5 წლის ხო და თვითმფრინავის დახატვა არ შეუძლია არ იცის და ისო დამეხატეო თვითმფრინავიო და ქაღალდი აქვს და ეს აქვს ფლამასტერები და ამან დაუხატა ქართული უთხრა ქართული თვითმფრინავი დროშა ამანაც რამდენად შეეძლო დახატა ეხლა ახლა დამეხატე რუსული თვითმფრინავი იმამ რუსული თვითმფრინავი და სამფეროვანი დროშა ამ ბავშვმა აიღო ეს წითელი ფლამასტერი ქართული თვითმფრინავიდან ესე იგი ესროლა რუსულ თვითმფრინავს მოკლედ ესე იგი ცეცხლის იმაში გაახვია და ქაღალდიც გახია და ესე იგი ამ ბავშვი იყო მთელი აი ეს გადასული შურისძიება აი ასეთი შურისძიებაც არსებობს და ეს არაჩვეულებრივი წიგნი ეგ სოხუმში დაბრუნება მაქვს ეგ ზუსტად პირველი გამოცემა მაქვს და აი ძალიან მაგარი წიგნია ხო ძალიან სასიამოვნო ძიმე მაგრამ ძალიან მაგარად წასაკითხი წიგნი წეგან ასეთ სიტყვები ბრძანეთ ისა მშვიდობა ბავშვის ნაბიჯებით დადისო და ბავშვი და შვილია სწორედ ის პატარა ნაბიჯებით რო გვაბრუნებს სიცოცხლესთან და როცა გადადიოდით უღელტეხილზე შვილის თოჯინა გქონდათ თან რომელსაც არაფრის დიდებით არ გადავაგდებო და მაინტერესებს სად არის ახლა ის თოჯინა ეს თოჯინა ხა თბილისის ბინაში არის ჩვენთან ესე იგი ჩვენ რო უკვე ავიარეთ მანქანით სანამდე შეიძლებოდა, იმიტომ რომ ჩვენ არც ვიცოდით სად მივდიოდით, სოხუმი დაეცა. არავითარი გეგმა არ არსებობდა, რომ აი ეცემა სოხუმი ცენტრი დაეცა თქვა. ხო, დამცველი რაღაცა ხო უნდა ყოფილიყო თქვა წითელ ხიდთან. ხო, მე თქვა წითელ ხიდიც ვერ დაიკავე რა. მე უნდა ყოფილიყო თქვა კელასურთან. ხო, მე კელასური არის საზღვარი, გულირიფში იწყება მაჭარკა და მერე მდინარე მაჭარკასთან. ამასობაში მშვიდობიანი მოსახლეობა მოასწრებდა გასვლას და ამ შემდეგ, თუ ვერ შეაჩერებდი მოწინააღმდეგეს, ხალხს მაინც დაეხმარება. ამის გეგმა არ იყო. ეს ხალხი ხედავდა, რომ ჯარისკაცებს ხელმძღვანელობა ზოგი თვითმფრინავით გაფრინდა, მთავარსარდალი, გენერლები არ არის გვერდით და ჯარისკაცები ხელმძღვანელობის გარეშე არც დავალება რა გააკეთონ, როგორისა ომი არის შეთანხმება სხვა ტიპის იარაღის, ქვემეხია, ავტომატია, რაღაც ათეულია, ასეულია, ბატალიონია, რაღაცები და ეს არის. ხო და მანქანა მყავდა ძველი ვოლგა 24-ს რო უძახდით, ხო.
ხო და დედაჩემი, ძმა, მეგობარი და მე ვარ ახლა და ნუ რაღაცები ხა რა უნდა წაიღო და ტანსაცმლები. იმიტომ რომ სად მივდივართ არ ვიცით. ჩვენ მაინც გონია რომ ზუგდიდით, ანუ სოხუმიდან ზუგდიდამდე 80 კილომეტრია. 90 თქვათ, და პირდაპირ გზას ზღვას მიყვები. მაგრამ იქ კითხვის ნიშნები ბევრი გვაქვს. ეხა კინო სცენარი დიდი ხანია მზად არის და შეიძლება ოვაშვილმა გიორგიმ გადაიღოს. ნახოთ როგორ იქნება. ხო და კითხვის ნიშნები ბევრია და აი ეს ისაო აფხაზები არ გვატარებენო იმ ხიძეო და აქედან უნდა წახვიდეთ. ხო და მოკლედ სამანქანო გზა რო დამთავრდა და უღელტეხილი ფეხით უნდა დაძლიო და მე მას აქ ალპური ზონა, სასიკვდილო ზონა. სადაც არ ხარობს ბუჩქები, არის ბალახები მარტო, ხო და ვერ შეეფარები ვერაფერს, ვერ ცეცხლს დაანთებ. და იქ ბევრი დაიყოფა განსაკუთრებით და აი ის იწყება და ხა ჩემი მანქანა იქ უძლურია, მარტო გადადიოდა ურალები სამხედიანი და იქ კიდევ ავიცი ისეთ ხალხი გადადიოდა, რომელიც არავის არ ეხმარებოდნენ დაცემულ მოხუცებს და სხვებს. ხო და ამ დროს მანქანას დავემშვიდობე. ჩემ მანქანის სახელებს შევარქმევდი ხოლმე და ეგ იყო ტიგრი. ეს გვესმოდა სულ ტიგრი და პანტერა, გერმანული ტანკები ვითომ კარგები იყო და ირონიულად და ტიგრი მაგარი ხარ და ასე შემდეგ და დავემშვიდობე, მადლობა უთხრა ყველაფრისთვის. სოხუმს ვემშვიდობები, უკვე გადმოვდივარ იქიდან. ხო და აი რაღაც ცელოფანის ის იყო. ომის დროსაც ჰუმანიტარულ იმას გვიგზავნიდნენ. ფქვილი იყო თუ ზეთი იყო და ამას რო დაარიგებდნენ და დაცარიელდა ეს ფქვილისაგან და ეხლა და მახსოვს ფარშავანგი და რომელიღაც შტატი იყო წინში კი მაქვს ეხლა არ მახსოვს კანზას შტატი თუ რომელიღაც ეწერა ქვემოთ. ხო და ნუ ამაში რა ერთი პირველ ჯინსებს ჩვენ ყიდულობდით სოხუმში გემებზე გემებით რომ მოქონდა და ერთი ქურთუკი ჩავაგდე ჯინსის როგორც ძველმა ჯინსავიკმა ხო და მერე აბა რა წავიღო და აი სალომეს ის ვნახე თოჯინა თოჯინა და მერე შეიძლება რაღაც კიდე თბილი ალბათ კაშნე თუ რაღაცა კაშნეც არის ნახსენები ხო და აი ეს და შევაკოწიწე ესეთი რუგზაკი რაღაცა აი ფქვილის ტომრისაგან და ჩამოვიკიდე და ეს ფარშავანგის ზურგზე მეხატა ესე მოვდიოდი და ფარშავანგის ჩელსიბას ეხატა მოვდიოდი და გადმოვიტანე ეს და ეს თოჯინა იმაშია თბილისშია ბატონო გურამ ნელ-ნელა ალბათ დასასრულისკენ უნდა წავიდეთ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ აუცილებლად მინდა გკითხოთ ბევრ კინოში გვინახავს წიგში წაგვიკითხავს რომ ძალიან ხშირია ქალების და დედების მარში სამშვიდობო მარში და აფხაზეთშიც იყო თეთრი მანდილი ერქვა თუ სწორად მახსოვს რატო არსად არ არის მამების მარში ხო მამების მარში ეგ რაღაცები ჩვენ უნდა გავაკეთოთ ხოლმე ფაქტურად მამები მამები რადგან ომობენ მაგის სამხედრო მარში აქვს მაგას სამხედრო გუდერიანი ჩანაწერებში კითხულობდი მარშით მოვდივარო მარშით ეხა პირველ დღეებში რო ეს შემოვარდა გერმანია გერმანელები შემოსვლიდნენ რა თქმა უნდა მოულოდნელობის პრინციპი იყო ყველაფერი მერე ის გერმანული სატანგო არმიის მამა თითლებოდა გუდერიანი და ამაყობდა რომ აი მარშით მოვდივართ მარშითო სულ თელ ნუ მოსკოვამდე ნუ სმოლენსკამდე ასე არა რომ მამებს აქვს სხვა მარში ესე იგი სამხედრო მარში და სულ ასეთი რაღაცაა რომ აი ჩვენ მათ მოუგებთ ჩვენ ისეთი ლიდერი გვაქვს სოფლიო იცნობს ის იტყვის რომ ჩვენ ისეთ ხალხი გვიჭერს ხარს მეორე მხარე იტყვის ჩვენ მოუგებთ აი ჩვენ მართალი ვართ ეს ამო ჩვენ მართალი ვართ სიმართლე გვაქვს და აი ამ ძიძგილობაზე და იწყება ომი და პირველი განსაკუთრებით პირველი მსოფლიო ომი იყო ამით ცნობილი ეს იყო როგორც დღესასწაული როგორც კარნავალზე მოდიოდნენ სხვა დროის ტანსაცმელები სამხედრო ტანსაცმელი ეს აღწერილი ვისაც აქვს და ნუ ჩვენ გავიმარჯვეთ და კიდე გაი ვილსონი პრეზიდენტი ამერიკის მან დიდი წვლილი შეიტანა ამ ომის პირველი ომის შეჩერებაში თორე ეგ უკვე ბრაზილია რა კიდე რაღაც არის ბურკინა ფასოს დონე ისეთ ქვეყნები იყო ჩარო გიზგიზებდა მთელი პლანეტა და არ ეშვებოდნენ ამას და ის ნობელის პრემიით იმიტომ დააჯილდოვეს ვილსონი რომ მან ბევრი გააკეთა იმისათვის რომ ესე იგი გააჩერა ესენი ხო და კარგი იქნება რა თქმა უნდა იმიტომ რომ აი კაცები რო დაიწყებენ მშვიდობაზე ლაპარაკს ეს უკვე სხვა არის მაგალითად ირლანდიაში რომლებიც აი ტერორისტები ისხნენ ციხეში და ამ დროს ისხნენ კიდევ ინგლისელები, ირლანდიელები და ინგლისელები კიდევ დაახლოებით ისე დანაშაულზე მათ დაიწყეს ეგრეთ წოდებული სახალხო დიპლომატიის ეგიდით საუბარი.
ისინი საუბრობდნენ ერთმანეთში და აი სახალხო დიპლომატია მათი წავიდა იქიდან. იმიტომ რომ ის უკვე სულ სხვა არის, ის მნიშვნელოვანია. აი კომბატანტები, ექს-კომბატანტები, ყოფილი მებრძოლები. ჩვენ მქონდა ერთ-ერთი მიმართულება, როდესაც ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ხო და თქვენ უნდა გენახათ როგორ ელაპარაკებოდნენ, როგორ ესაუბრებოდნენ, ომიდან დაახლოებით იყო უკვე 10 წელი დაახლოებით გასული, უკვე სიძულვილი იყო, კი სტერეოტიპები იყო, ჰიპერბოლიზებული ამბები იყო, მაგრამ უკვე ხუმრობები წავიდა მათ შორის. და ერთ-ერთი კაცი, რომელიც გარდაიცვალა, აფხაზი მებრძოლი, ჩამოვიყვანეთ აქ, ჩამოვიდა თვითონ უნდა საუბარი ჩვენთან და ვაჟკაცი კაცი ძალიან და ამა მითხრა რომ მე მხოლოდ მებრძოლებს აველაპარაკებიო რა, მე მშვიდობიანი არ მებრძოლებს უნდა ველაპარაკო, ჩვენ სხვა ხალხი ვართ. და ნაბრძოლი ბიჭები შევკრიბეთ. ხო და ამ მოყვა ერთი ამბავი რომ მეო მეგუთნის რომ გორგასალიო და მომეცითო ეს გორგასალიო. და დააყენეთო საკითხი. გორგასალი რატო ჩვენ გვესროდიო და ეს ბიჭები ევნებიან. ხო და ამაუნდა არაო, მოგიყვებით ერთ ამბავს, რომ დავალება მივიღეო გუმისთის ნაპირად მეორე მხარეს, რომ აი ეს ნურსის ჭურვები, ნურსი არის ეს ისეთი ჭური, რომ ისვრიან და მე შენ აქედან მართავ მას. სად და რას მოხდება. ნურსის ჭურვები უნდა მიიტანო ამა და ამ ადგილასო და უფროსმა მითხრა, აი ასე გახვალ, აი აქ მიხვალ, აი აქ არის ეს პუნქტი, ჩვენები მანდარია. მე ჯარისკაცი მომეცითო და რაღაც ეს სატვირთო მანქანა რა ვიცი რამდენად შეავსო, რაც საჭირო იყო, წავიღეო და რომ მოვტრიალდიო, ესე იგიო, პირველიდან 2 საათამდე სადილობდნენ ერთი მხარე და მეორე მხარე დაახლოებით. შუადღით აცვლიდნენ ერთმანეთს. და სადილობენო და დაუძახეო ახლა რუსულად მიდის საუბარი. Ну, ребята, говорят, принесли, говорят, это самое Нурсовские вот эти снаряды. Давайте выходим. Не подожди, говорят, чамто ჩვენ იმათ მithra. ну что вы რაღაცა, ახლა ახლოს ვარ ზამ ფრონტთან რაღაცა ისროლონ. რაღაცა და მე და იმ ჯარისკაცმა დავიწყეთო გადმოტვირთვა. ხო და გადმოტვირთეთო. აბა თქვენ იცი ჩვენ წავედითო და დაბრუნდი უკანო და უთხარი შესრულებულია დავალებაო და ხო და ყოჩა მაგას კარგია და ამასობაში რეგავს ტელეფონი. ის შტაბის უფროსი რეგავს. სადაც ესენი იყვნენ. ხო და რომ არაფერი არ მოუტანიათ. როგორ არ მოუტანიათ, კაცო, აგერ ჯარისკაც ხომ მივიტანეთ, კი რა გვიცხერეს ეს ხო ვესაუბრეთ, კი ვესაუბრეთ. აბა მაჩვენე რა გზით წაიყვანე, მითხარი ასეო და აი აგერო, ხო მითხარიო. ესო ქართველების შტაბია ბიჭო. ესო ქართველების შტაბია, ქართველებმა მიიტანეო. თან ეს სოხუმელი ბიჭი იყო. იგაც სოხუმელები იყვნენ. სოხუმელები ხშირ რუსულად ლაპარაკობენ. ამა რომ დაუძახე, რебята, там давайте быстро. იმათ მიგრეს ეს აფხაზები არიან და აემათ დავანებეთ თავი გვაჭამი რაღაცები. ერთი მეორე და მოკლედო მე მერჩივნაო მიწა გამსკდარიყო და ჩავეტანეო და გავიქეციო სიკვდილი მინდაო რა. ხო და წამოვიღებ იმას სანამ ისინი ჭამენ. ხო და ჯარისკაც შეეშინდაო ჯერო, მაგრამ მე არ დამტოვაო და დაждაო და მივედითო ნახევარი შეტანილი აქვს. და რебята, მე აშიბლის აქ ნახევარი სხვაგანაა გასა იქ ჭირსო რაღაცაო და ეს დავყარეთო ნახევარი წამოვიდ, მაგრამ ნახევარი ხო მე თქვენ რო გესროდითო რო ჟუჟავდითო ი ჩემი მოტანილი ისინი იყო და ჭურვებიო და აუცილებლად და ჩემი ის დააყენეთო რო გორგასალი მომცერ. ხო და ამათ მე იხუმრეს. მე დაიწყეს ისეთი ამბების მოგონება, აი ხო არ არის ომი ესე თვით გადარჩენის ერთ-ერთი საშუალება არის სიცილი. ჩარლი ჩაპლინი ამბობდა რომ ჩვენ რომ იუმორი არ გქონდეთ, ჩვენ დავიხოცებოდით. უღელტეხილზე მოვდიოდით და მე და ჩემი თანაკლასელი ჯემალი ვიხსენებდით რაღაც ამბებს, ყვდებოდით სიცილით და აქ გარდაცვლილებია. ჩვენ ვიცინით. და როცა ექიმს უთხარი ასე მოთხესო თავს იცავდით. თქვენო არ იცით, თქვენ ცნობიერად თავის დაცვა იყო. ასეო და ეს ჯარისკაცებით კიდევ ვიხორ და არ დაიწყებ რაღაც სერიოზულ თემაზე ან კანტის ფილოსოფიაზე საუბარს. იქ რაღაცა იხსენებ, რაღაცა იუმორისტულ ამბებს, ქალებს, ზღვას, პლაჟს, რაღაცები და ასეთ საუბარი და დაიწყეს ამათ ასეთ რაღაც და უამრავი ისტორია მოყო, როგორც ერთმა მხარე, ისე მეორე მხარე. და ასე რომ ჯარისკაცებს ძალიან, აი ჯარისკაცი როცა იტყვის რომ თქვათ აფხაზი რომ ჩვენ ქართველებს უნდა ველაპარაკოთ. კი მე ვიბრძოდი მაშინ, მაგრამ ეხლა სხვა დროა, მე უკვე შვილიშვილები მყავს, იზრდებიან და ვფიქრობ მომავალზე. და იმას ვერ
შეეწინააღმდეგებიან ისე, იმიტომ რომ მან თავი დადო, დაჭრილიც არის, სისხლის დაღვარა და იმასაც. ანუ ჩვენ გვჭირდება ასე ვთქვათ ის ხალხი, რომლებსაც აქვს იმის ძალა, საშუალება რომ ელაპარაკოს ხალხს და რაღაც ერთობლივად, ოღონდ რა თქმა უნდა, გადავწყვიტოთ სწორი ნაბიჯების გადადგმა. ეს მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა. თავარი კითხვა არ დაგვისვამს. შენ ამბობ პირველივე კითხვა როგორ ხომ ბოლოში დავსვათ რა პრობლემაა. გამოუშვი. შენია ეკითხვა. შენს ვამ ხოლმე. როგორი мама გურამოდიშარია. როგორი ხო ესე იგი ნუ ეხლა ჩვენ ყველას გვიმართლებს იმაში რომ ჩვენი ბავშვები არიან ანგელოსები და ისინი საჩუქრები არიან ჩვენი და როცა პირველი ბავშვი ხო დაიბადება პირველივე უკვე ის ცხოვრებას იწყებს მაგრამ შენ იწყებ უკვე მამობას ანუ იმანაც შენ დაგასაჩუქრა მამობით შენ გაგხადა მამა ის შენი შვილია, შენ მეცეს, შენ და მეუღლემ, მაგრამ ამ დროს შენ მადლობელი უნდა იყო, რომ мама გაგხადა და ხო და მოკლედ სალომე ყოველთვის იყო ბეჯითი, ხანახან იმდენად ბეჯითი მეუბნებოდი. არ გინდა ამდენი არის სწავლოდა, უნივერსიტეტში რო სწავლობდა. აი, ამადამ პოლიტიკოსის, რომელიც სახელდაგვარი არ გვახსოვს, რაღაც საგანი ჰქონდათ ასეთ ქართული პოლიტიკა რაღაცა და ეს დაიბადა ამ დროს, ეს ვიღაცები რომელი დაყვებოდნენ რაღაც არაფერი რომ გაუკეთებიან აციავის გარდა არ გაუკეთებიათ არაფერი და მოწოდება რომ დავიშალოთ და გამაერთიანებლები კი არა დამჩნელებოდ არის სწავლობა მე გეტყვი რომ ეს ცუდი კაცია და დამთავრდა რაღაცები და სულ სწავლობდა სულ და მე უცხოეთში ისწავლა მე კონფლიქტოლოგიაც მე ჟურნალისტიკაც და არა მარტო ებრაული ენა და ლიტერატურა ხო და გამემართლა ძალიან რომ სალომე ყავს იმიტომ რომ ნიჭიერი გოგოა ხო და ერთადერთი აი 45-ის არის ხო უკვე ერთადერთი რომ ოჯახი ჯერ არ შეუქმნია და ვეუბნები რომ არავითარ შემთხვევაში აი ამას ვერ გპატიობ და ასე რომ ძალიან წარმატებული დამჯერე ნიჭიერი მაგრამ ოჯახი რო არ შექმნა და აი თუ წერს არ მოუშვებ ახლა რაღაცაზე რომ მუშაობ იმ დროს წერს მოუშვებ ხოლმე და სანამ არ დაამთავრებ ასე დავდივარ ხო მე ჩემი ჭაღარა მგონია რომ ბავშვებს ბაბუს ვერ ვეძახი ანუ ბიძიას ვეძახავ მოდი ბიძია მოდი გენაცვალე რაღაცები და ეს უნდა როგორც მაჩუკა მამობა უნდა მაჩუკოს ბაბუობაც 2012 წლის ინტერვიუში თქვენი ქალიშვილი ამბობს ასეთ რაღაცას რომ ყველაზე მეტად მადარდებს და მნიშვნელოვანია ჩემთვის მამის შეფასებებიო და მეც ყველა ინტერვიუს გამოსვლის მაშინ პოლიტიკაში როცა იყავით პოლიტიკური რაღაცებს მეც ყოველთვის ვუფასებ და რჩევებს ვაძლევო დღესაც ეგრეა და თუ უსმენდით და თუ ითვალისწინებდით ხოლმე თქვენი ქალიშვილის რჩევებს კი როგორ არა ეხლანდელი მამაშვილობა მაინც სხვა არის აი რო წარსულს რო გადავხედოთ თქვა და მე-19 საუკუნეში იგივე ილია ჭავჭავაძე აგაგწერეთელი მამებისა და შვილებისო ბრძოლა იქ გრანდიოზული საკითხები იყო ის ხო სხვა გზაჯვარედინები ისეთი იქ იყო თქვა და ეს ლიბერალი ბურთივით მგროვალი მამის თაობა გეტყო და აქით ესენი შენ ასეთო ისეთო და ასე შემდეგ მე იმთავრდებოდა რომ როდესაც ორბელიანი გარდაიცვალა აგაგწერთელი არ წავიდა დასაფლავებლად ილია ჭავჭავაძე წავიდა და ბრწყინვალე სიტყვა თქვა თუ რა მნიშვნელოვანია ქართველი კაცისთვის საქართველოს ისტორიისთვის ლიტერატურისთვის გრიგოლ ორბელიანის ანუ ეგ სხვანაირად აგაგწერთა სხვა ხასიათის კაცი იყო ხო და მათი იმ მამა და შვილების ბრძოლა სხვა არის ჩემი და მამაჩემი იგივე მამაჩემი და ჩემი სიტუაციაც კიდე სხვა არის იმიტომ რომ ის მუსიკა მე რო უსმენდი მამაჩემი არ უსმენდა ამას მას თავისი მუსიკა ქონდა თავისი შეფასება და აი როდესაც უკვე მე და სალომე შევხვდით ისე როგორც მამაშვილი ერთმანეთს ამ პლანეტაზე უკვე ჩვენ გვაქვს მსგავსი მუსიკას უსმენთ აი თანამედროვე რაღაცები რაც არის უფრო ანუ უფრო დაახლოებული ვართ ჩვენ არა მარტო თქვათ
ჯინსის კურთუკი რო ჩაიცვა, არა, არამედ აი სულ სხვანაირადაა დღევანდელი, აი თქვენ და თქვენი შვილები უკვე ხართ მე ვიცი ძალიან მეგობრები და ახლოს ერთმანეთთან, ანუ სიშორი არა, რაც კაცობრიობა შედის უფრო ღრმა და ეს ცივილიზაცია, ხო? მით უფრო ახლოს არიან ესენი. და სალომე და მე ვკამათობთ კიდეს, კი, როგორ არა ვკამათობ, ახალგაზრდებს მაინც აქვს თავისი ის ძალა, ენერგია, სხვა რა თქმა უნდა მეც შემთავს რომ ვიხსენებ ახალგაზრდობისას უფროსი თაობა მაჩერებდა მოიცადე რა მოხდება არ ვიცით ვისთანა გვაქვს საქმე ეს ხალხი იყო 37 გამოვლილი 37 წელი ძველმა თბილისელმა მითხრა ერთმა კარგმა კაცმა ძამ 24-ში, 27-ში, 8-ში იყო დახვრეტები, დაჭერები. ხო, მაგრამ მაშინ რომ მოხდებოდა უბედურება, სხვა პარტიის ხალხი მივიდოდა იმ ოჯახთან, მიუსამძიმრებდა, შემდეგ 37-მა გატეხა ხალხი, იმიტომ რომ 37 წელს უკვე ვერ გაუძლო ხალხმა და უკვე თუ თქვა და დაჭერილისთვის ან დახვრეტილისთვის, ოჯახისთვის მიქონდათ მალულად ლავაში და ღამით მაწონი აუცილებლად უკვე NKVD ვიღაც ჯაშუში ვიღაცისა უყურებდა ამას და აფიქსირებდა რომ ამ კაცმა იმას მეუტანა აჰა შენ თანამოაზრე ხარ უკვე იმ ოჯახსაც აიყვან იმათაც იჭერდნენ თორემ მანამდე პანაშვიდებზე იმათ ჩვეულებრივად დადიოდნენ ეს მაინც არის მახსოვრობაში საბჭოთა კავშირი არ არსებობს რუკაზე მაგრამ საბჭოთა კავშირი მაინც იგრძნობა ხოლმე ხშირად ჩვენს ცხოვრებაში და ეს ახლა მაინც არის თაობებთან თავისთავად, თუმცა ადამიანს გააჩნია როგორ ისა, როგორ უყურებს ამას ყველაფერს, თორემ ეს და საბოლოო ჯამში მომაც ერთ-რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ენაზე თითქმის აი პატარა ენების ქვეყანაში რომ მოხდებოდი, რომ აი ესე მცირე პატარა ქვეყანა, ვეკითხებოდი სამშობლო ჩემი ქვეყანა ჩემი სახელმწიფო ჩემი და ჩვენ გვაქვს სიტყვა მამული ანუ მამასთან არის დაკავშირებული და მამა მამის მიწაა ხო აი თქვათ ვის მეტი გერმანელს აქვს ფატერლენდ ლენდ ქვეყანა ფატერ მამა მამის ქვეყანა ეს არის მამის ქვეყანა იმის გვერდით სამშობლო და ასე შემდეგ თქვათ და რუსს აქვს აჩიზნა ესე იგი მამის ქვეყანა აქაც ატეც და აჩიზნა უკრაინელს აქვს ბატკივშინა ბატკივშინა ინგლისურად ეს არის მაზერლენდ კი დედაა მაგრამ ისიც მშობელია ასევე არის აფხაზურად ასევე არის სომხურად აზერბაიჯანულად აი რა ენებზეც არ ვიკითხე მამასთან არის დაკავშირებული ქვეყანას ყოველთვის აი მას არა აქვს რაღაც კატასტროფები მართავდა მამების თაობა ბაბუები მიდიან შვილიშვილები მოდიან და აი აქ არის თქვა მართვის პულტი ხო აქ მოდიან მამები ხო პარლამენტში უმრავლესობა ესა თქვა აღმასრულებელ სისტემაში ამას ხო და ეს მერე მიდის ბაბუა ხდება და მოდიან უკვე შვილიშვილები ისინი ხდებიან ესე იგი უკვე მამების ადგილას და ეს ყველა ლიდერი თითქმის რაღაც იმას აკეთებს ამ მე-21 საუკუნეში ცოტა აღრეული არის ეგ ამბები ჩვენთან აირია მაშინ როდესაც თქვა შევარდნაძე უკვე მამების თაობა და ბაბუების თაობაში ხო ბაბუების თაობა წასვლა არ უნდა წასვლა არ მიდიოდა ბაბუები და მამები ესეთი ზრდილი ხალხი ვიყავით მამების თაობა ხო და მოვიდნენ შვილიშვილები ამოვიდა ეს ყველაფერი ხელში ხო და გაღარეს ეს ბაბუები და მიაყოლეს მამებიც ხო და როდესაც უკვე 34 წლის ხალხი ან თქვა და 27-25 მინისტრია და ქვეყანას განაგებს ქვეყანა ჭირდება ორი რამ ახალგაზრდული ენერგია და მამების გამოცდილება მემკვიდრეობითობა რითაც არის ძლიერი ევროპა ხო ისინი არ კარგავენ იმ მემკვიდრეობითობას ისინი აგრძელებენ მას და აი მე ვისურვებდი რომ ეს ჰარმონია იყოს ჩვენთან აი ეს ჰარმონია ხო და ეს არანორმალური სიტუაციებიც რომ არ იყოს მე არც იმის მომხრევა რა თქმა უნდა რომ 80-85 წლის ადამიანები საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებებიც იყოს, იმიტომ რომ ასაკსაც აქვს თავისი. მე ვფიქრობ ხანდახან რომ ძალიან და კარგია ეს რომ გახანგრძლივდა სიცოცხლე. რომ ასაკი გახანგრძლივდა ამორჩეველი ბლომად აყავს ხან შესულ ადამიანს. ხო და რაღაცნაირად უნდა იყოს ისე რომ კანდიდატები თქვა ყველა დიდ ქვეყნებშიც
არ დავასახელებ მათ. ჩემი გოლმეორების თავისუფლება არისო, მინდა ვნახო აი 55-60 წლის ადამიანები, აი რომელსაც უკვე გამოცდილებაც აქვს, ენერგიაც აქვს, ყველაფერი აქვს და აი რაღაც რომ კაცობრიობა შევიდეს ნელ-ნელა სიტყვი, პირველი იყო სიტყვა არის ღმერთი, წერია ჩვენ წიგნში და წმინდა წიგნში და ღმერთი არის სიყვარული. და სიბრძნეთა და სიყვარული მივსულიყავით ჩვენი მამაშვილობა მისულიყოს რომ საქართველოს ეს პატარა ქვეყანა მართლაც რომ ბრუნდები სახში აი მოდიხარ ამოდენა ქვეყნებს გამოივლე და პატარა როგორ გადარჩა გიკვის ანბანი როგორი აქვს როგორი სიმღერები აქვს რა კარგი ღვინო აქვს ყველაფერი კარგი გვაქვს და რომ ჩვენ ვართ ამ პლანეტაზე და მონღოლების იმპერია მეორე მე არ არსებობს უკვე წავიდნენ გაქრენ ამ მილიონი დარჩა იქიდან და ჩვენ და ვიარსებოთ და ასე რომ მამაშვილობა აქ არის უძვირფასესი და თქვენ დიდი მადლობა რომ ამ გადაცემას ესე იგი უძღვებით და ასეთი იდეა რომ დაგებადათ ეს არის ჰარმონიის გაერთიანების იდეა ძალიან დიდი მადლობა რომ მოდიოდი ვიცოდი რომ კმაყოფილი წავიდოდი მაგრამ მე ხო ვფიქრობ რომ ბედნიერი მივდივარ აქედან ძალიან დიდი მადლობა ყველაფრის ძალიან დიდი მადლობა და წეგან თქვით ბატონო გურამ რომ ჩვენ მეგობარია ესეთი კომპანია Suti Power რომელიც აწარმოებს ჩურჩხელებს ასეთ უძახო ჩურჩხელებს პროცეულის ჩურჩხელა გამოვადანა თქვენთან და აი ჩვენგან საჩუქრად პროცეულის ჩურჩხელები Suti Power-ის ეს პროცეული რა კარგია დიდი მადლობა დიდი მადლობა Facebook-ში რო დახეტიალობ დრო როცა მაქვს მაშინ და აი პროცეული უნდა ჩამოთეს კარგია ნიუ უნდა ჩამოთეს კარგია ორმაგის არის ხო პროცეული ორმაგის არის ნიგოზიც ძალიან დიდი მადლობა მასე აი მახტოვანებული ვარ დიდი მადლობა ისგან კიდევ ერთხელ გიმოცავთ დაბადების დღეს დიდი მადლობა სულოთ შემოქმედებით ნაყოფიერ საქმიანობას ძალიან დიდხანს დიდი მადლობა და შემდეგ სოხუმშიც გესტუმრებით და იქაც ჩავწეროთ მეორე ნაწილი შევთავაზოთ აუცილებლად სიტყვა დიდი მადლობა ჩვენს მედია პარტნიორ რადიო ფორტუნას აუცილებლად დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს რომელმაც გვიყურა გამოიწერა ჩვენი არხი რაც თავარია და თუ ნებას დამრთავთ ბატონი გურამის სიტყვებით ვირა დავასრულოთ გადაცემა აუცილებლად ეს მე მგონი დასაწყისში იყო მაგრამ ჩვენ დავასრულოთ ჩვენ სოხუმში მატარებლით დაუბრუნდებით იქნება დილა ან შუა დღე ნათელი საუღრუბლო